მილიონერმა მამისგან კურორტი მემკვიდრეობით მიიღო და თანამშრომლების შესამოწმებლად კონსიერჟად გამოიცვალა თავი. ის შოკში ჩავარდა, როცა მენეჯერის ნათქვამი მოისმინა. თუ ეს ისტორია მოგეწონათ, ნუ დაგავიწყდებათ ჩვენი არხის გამოწერა და გვითხრით, რომელი ქალაქიდან გვიყურებთ. მადლობა. მზე ეშვებოდა შავი ზღვის კრისტალურად სუფთა წყლებზე, ცას ოქროსფერი და წითელი ფერებით ღებავდა. ტალღები ნაზად ეხეთქებოდა ნაპირს, ხვნიდნენ ბუნებრივ სიმფონიას, რომელიც ჩვეულებრივ გიორგი ბერიძეს ამშვიდებდა. თუმცა ამ საღამოს, მზის ჩასვლის სილამაზესაც კი არ შეეძლო მის სულში ამოვარდნილი ქარიშხალის დაწყნარება. გიორგი 28 წლის ახალგაზრდა, მაღალი და ათლეტური აღნაგობის მამაკაცი, იდგა ლურჯი 64-ის რეზორტის საპრეზიდენტო აპარტამენტის აივანზე. მისი თაფლისფერი თვალები, ჩვეულებრივ ნაპერწკლებით სავსე და ცოცხალი, ახლა ტკივილისა და დაბნეულობის ნაზავს ასახავდა. მისი წაბლისფერი თმა, ჩვეულებრივ იდეალურად დავარცხნილი, აწეწილი იყო უამრავი გასმისგან, რაც ბოლო საათების განმავლობაში განიცადა. იგი შავი საგანგებო კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მაგრამ ჰალსტუხი მოშვებული ჰქონდა და თეთრი პერანგის პირველი ღილები გახსნილი. მარჯვენა ხელში ვისკის ჩიქა ეჭირა, რომელსაც თითქმის არ შეხებია. დილით მიღებულმა ამბავმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ვახტანგ ბერიძე, მისი მამა და ტურიზმის მაგნატი, უეცრად გარდაიცვალა გულის შეტევით. კარის გაღების ხმამ გიორგი ფიქრებიდან გამოიყვანა. მოტრიალდა და დაინახა თამარა, მისი დედა, ოთახში შემოდიოდა. მიუხედავად სახეზე აშკარა სევდისა, თამარა ინარჩუნებდა ელეგანტურობასა და სიამაყეს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი იყო. მისი შავი თმა, რამდენიმე ჭაღარით მოსხურული, უნაკლოდ იყო შეკრული, ხოლო შავი დიზაინერული კაბა მის მოხდენილ ფიგურას უსვამდა ხაზს. გიორგი, შვილო, თქვა თამარამ ბბილი ხმით, შვილთან მიახლოებისას. ანდერძის წაკითხვა 1 საათში იქნება. უნდა მოემზადო. გიორგი მექანიკურად დაუქნია თავი, ხლოპი მოსვა ვისკისა და ჩიქა უახლოეს მაგიდაზე დადო. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ წავიდა, დედა, ჩაიჩურჩულა მან, მისი ხმა შეკავებული ემოციით გატეხილი. თამარა მიუახლოვდა და ჩაიხუტა, საკუთარი მოწყვლადობის გამოჩენის უფლება მისცა საკუთარ თავს. ვიცი, ჩემო სიყვარულო. მეც ვერ ვიჯერებ. მამა შენი ძლიერი კაცი იყო, სავსე სიცოცხლით. არასდროს მეგონა, რომ ასე მალე დაგვტოვებდა. გარკვეული დროის შემდეგ ისინი დაშორდნენ და თამარამ შვილის სახე ხელებში ჩაიჭირა, პირდაპირ თვალებში უყურებდა. მაგრამ ახლა ძლიერები უნდა ვიხოთ, გიორგი. მამა შენმა იმპერია ააშენა და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული მისი მემკვიდრეობის შენარჩუნება. გიორგიმ დედის სიტყვებზე კუჭში კვანძი იგრძნო. იცოდა, რომ ეს მომენტი ოდესმე დადგებოდა, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდა, რომ მეტი დრო ექნებოდა, რომ მამამისი იქ იქნებოდა მისი გზის გასაკვალად. ახლა უცბად ოჯახური მოლოდინების მთელი სიმძიმე მის მხრებზე დაეცა. არ ვიცი, მზად ვარ თუ არა ამისთვის, დედა აღიარა მან, დაშორდა და აივანზე დაბრუნდა. მამას ყოველთვის სურდა, რომ ბიზნესში უფრო ჩართულიყავი, მაგრამ მე ყოველთვის პოულობდი მიზეზებს, რომ ეს არ გამეკეთებინა. თამარა გაჰყვა შვილს, მხარზე ნუგეშინის მცემელი ხელი დაადო. მამა შენი ხვდებოდა, რომ საკუთარი სივრცე გჭირდებოდა, გიორგი. არასდროს ზედმეტად არ გაწვებოდა, რადგან სჯეროდა, რომ როცა დრო მოვიდოდა, შენ სიტუაციის სიმაღლეზე იქნებოდი. გიორგი შემოbrunდა დედის შესახედად, ეჭვი ნათლად ჩანდა მის თვალებში. და თუ არ ვიქნები? თუ ვერ შევძლებ ამ ყველაფრის მართვას? იქნები, დაადასტურა თამარამ რწმენით. შენ ბერიძე ხარ, გიორგი. მამა შენის მეწარმე სული სისხლში გაქვს. შეიძლება აქამდე პირდაპირ არ ყოფილხარ ჩართული ბიზნესში, მაგრამ ამ სამყაროს გარშემო გაიზარდე. ამ სამყაროს უკეთ იცნობ, ვიდრე გგონია. სანამ გიორგი უპასუხებდა, კარზე კაკუმა შეაწყვეტინა საუბარი. ეს იყო მაია, ოჯახის პირადი ასისტენტი, საშუალო ასაკის ქალბატონი წვრილი ჩარჩოს სათვალით და ნაცრისფერი კოსტიუმით. მაპატიეთ შეწყვეტინება, თქვა მაიამ პროფესიონალური ტონით. ოჯახის ადვოკატი ჩამოვიდა და მზადა, ანდერძის წაკითხვა დაიწყოს, როცა მზად იქნებით. თამარამ თავი დაუქნია. გმადლობთ, მაია. რამდენიმე წუთში იქ ვიქნებით. როდესაც მაია გავიდა, თამარა კვლავ მიუბრუნდა შვილს. დროა, გიორგი. ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ ეს ერთად უნდა გავუმკლავდეთ. მამა შენს ენდომებოდა, რომ ძლიერები ყოფილიყავით. გიორგი მღრმად ჩაისუნთქა, გაისწორა ჰალსტუხი და შეიკრა პერანგი. მართალი ხარ, დედა. წავიდეთ.
ერთად დედაშვილი გავიდნენ აპარტამენტიდან და გაემართნენ რეზორტის საბჭოს დარბაზისკენ, სადაც ბერიძეების იმპერიის ბედი უნდა გამჟღავნებულიყო. საბჭოს დარბაზი შთამბეჭდავი სივრცე იყო, დიდი მუხის მაგიდით ცენტრში და შავი ტყავის სავარძლებით ირგვლივ. კედლები დამშვენებული იყო ფოტოებით, რომლებიც ასახავდა ლურჯი სამოთხის რეზორტის ისტორიას, მისი გახსნიდან 3 წლეულის წინ უახლეს გაფართოებებამდე. ყოველ სურათზე გამოირჩეოდა ვახტანგ ბერიძის ფიგურა, მისი თავდაჯერებული ღიმილი და ვიზიონერული მზერა უკდავყოფილი სამუდამოდ. გიორგიმ ვერ შეძლო დანაშაულის გრძნობის თავიდან აცილება ამ სურათების დანახვისას. მაშინ, როცა მამამისი ამ იმპერიას აშენებდა, ის უფრო დაკავებული იყო ამ შრომის ნაყოფით ტკბობით, ვიდრე იმით, რომ ესწავლა მისი შენარჩუნება და გაზრდა. მაგიდის გარშემო უკვე ისხდნენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა ბერიძეების ცხოვრებასა და ბიზნესში. იქ იყო ირაკლი ლომიძე, რეზორტის გენერალური მენეჯერი, დაახლოებით 50 წლის კაცი, ჭაღარა თმით და გამჭრიახი მზერით დიზაინერული სათვალის უკან. მის გვერდით ნინო ციქარიძე, პერსონალის უფროსი, დაახლოებით 40 წლის ქალი, ყავისფერი თმით, შეკრული კოხტად და თბილი თვალებით, რომლებიც ასახავდნენ ღრმა სევდას ვახტანგის დაკარგვის გამო. ასევე ესწრებოდა ლევან კიფშიძე, მთავარი ბუღალტერი, დაბალი და მსუქანი კაცი, მცირედი სიმელოტით და თითებით, რომლებიც გამუდმებით თამაშობდნენ მის ჰალსტუხთან. და ბოლოს, მაგიდის თავში იჯდა გიორგი გიორგაძე, ბერიძეების ოჯახის ადვოკატი, დაახლოებით 60 წლის კაცი, თეთრი თმით და სერიოზული გამომეტყველებით. როდესაც გიორგი და თამარა დარბაზში შევიდნენ, ყველა პატივისცემის ნიშნად ფეხზე წამოდგა. მოხდა ჩუმი მისალმებების გაცვლა, ხელის ჩამორთმევა და მოკლე ჩახუტება. ატმოსფერო სოლიდური იყო, სავსე შეკავებული ემოციებითა და გამოუთქმელი მოლოდინებით. როდესაც ყველა დასხდა, ადვოკატმა გიორგაძემ ყელი გაიწმინდა და დაიწყო საუბარი. ჩვენ აქ შეკრებილი ვართ ბატონ ვახტანგ ბერიძის ანდერძის წასაკითხად, განაცხადა მან სერიოზული ხმით. სანამ გავაგრძელებთ, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი სამძიმარი ოჯახისა და ყველა დამსწრისადმი. ვახტანგი არა მხოლოდ ჩემი კლიენტი იყო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არამედ ახლო მეგობარიც. მისი დაკარგვა დარტყმაა ჩვენს ყველასთვის. მან პაუზა გააკეთა, საშუალება მისცა მის სიტყვებს ჩამოწოლილიყო, სანამ გააგრძელებდა. ახლა გავაგრძელებ ანდერძის წაკითხვას. გიორგაძემ დალუქული კონვერტი ამოიღო თავისი პორტფელიდან და ფრთხილად გახსნა. ამოიღო რამდენიმე დოკუმენტი და დაიწყო კითხვა. მე ვახტანგ ბერიძე სრული გონებრივი უნარების ქონის პირობებში ვაცხადებ, რომ ეს არის ჩემი უკანასკნელი ანდერძი და ნება. გიორგი უსმენდა შფოთვისა და შიშის ნაზავით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იცოდა, რომ ოდესმე ოჯახურ ბიზნესს დაიმკვიდრებდა, ამ მომენტის რეალობა მას ძლიერად ურტყამდა. მისი მზერა ხან მოკლედ შეხვდა ნინოს, რომელმაც ნუგეშინის მცემელი ღიმილი აჩუქა. ყოველთვის აფასებდა ნინოს სიტყვას, რომელიც გაზრდის პერიოდში თითქმის მეორე დედასავით იყო მისთვის. და ჩემი სურვილია, რომ ჩემმა ერთადერთმა შვილმა, გიორგი ბერიძემ, მემკვიდრეობით მიიღოს ჩემი აქციებისა და ქონების მთლიანობა, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება ლურჯი სამოთხის რეზორტით და მასთან დაკავშირებული ყველა განშტოებითა და ქონებით. ჩურჩულმა გაიარა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელოდა ამ გადაწყვეტილებას, მისი ხმამაღლა მოსმენა რეალურს და საბოლოოს ხდიდა მას. გიორგი მიგრძნო, რომ მის მხრებზე წონა მრავალჯერ იზრდებოდა. დაინახა, როგორ აცია წარბი ირაკლი ლომიძემ, მისი გამომეტყველება გაურკვეველი იყო. თუმცა განაგრძო ადვოკატმა და ყველა ოთახში დაიძაბა ამ სიტყვაზე, ეს მემკვიდრეობა ექვემდებარება ერთ პირობას. გიორგი გასწორდა თავის სკამზე, გული ძლიერად უცემდა. პირობა. მამას არასდროს უხსენებია მისთვის ამის შესახებ. მემკვიდრეობის სრული მფლობელობის მისაღებად და ლურჯი სამოთხის რეზორტის სრული კონტროლის ასაღებად, გიორგიმ უნდა იმუშაოს რეზორტის ყველა დეპარტამენტში 6 თვის განმავლობაში, დაწყებული თითოეულ სფეროში ყველაზე დაბალი პოზიციიდან. ამ პერიოდის განმავლობაში მან უნდა გამოიყენოს სრულსახელი და არ გაამჟღავნოს თავისი ნამდვილი ვინაობა ამ ოთახის გარეთ ვინმესთან. სიჩუმე, რომელიც ამ სიტყვებს მოჰყვა, ყრუმაყურებელი იყო. გიორგიმ მიმოიხედა, დაინახა გაოცება ყველა დამსწრის სახეზე. მისი დედა თამარა ისევე გაოცებული ჩანდა როგორც ის. თუ გიორგი წარმატებით დაასრულებს ამ 6 თვიან პერიოდს, განაგრძო გიორგაძემ, ის აიღებს სრულ კონტროლს რეზორტზე და მასთან დაკავშირებულ ყველა ქონებაზე. თუ გადაწყვეტს არ შეასრულოს ეს პირობა, ან თუ გაამჟღავნებს თავის ვინაობას დროზე, ადრე რეზორტის საკუთრება გადავა დირექტორთა საბჭოზე, რომელიც შედგება ამჟამინდელი დეპარტამენტის უფროსებისგან და გიორგი მხოლოდ ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. გიორგი უსიტყვოდ დარჩა. ვერ იჯერებდა, რას ისმენდა.
მამამისი მისი გარდაცვალების შემდეგაც კი კვლავ გამოწვევას უწყობდა, ბიზნესში ისეთი გზით ჩართვას აიძულებდა, რაც მას არასდროს წარმოუდგენია. მამა ჩაიჩურჩულა მან თავისთვის იმედგაცრუებისა და აღფრთოვანების ნაზავით ხმაში. ადვოკატი გიორგაძე განაგრძობდა ანდერძის რამდენიმე უმნიშვნელო დებულების წაკითხვას, მაგრამ გიორგი ძლივს უსმენდა. მისი გონებად ცდილობდა გაერკვია, რას ნიშნავდა ეს პირობა. მას მოუწევდა ფუფუნებით ცხოვრების, თავისი იდენტობის, ყველაფრის, რაც იცოდა, მიტოვება, რათა სრულად ჩაეძირა რეზორტის ფუნქციონირებაში ყველაზე ძირითადი დონიდან. როდესაც გიორგაძემ წაკითხვა დაასრულა, დარბაზში რამდენიმე მომენტით სიჩუმე ჩამოვარდა. პირველი თამარა ალაპარაკდა. გიორგი, თქვა მან, მიმართა ადვოკატს იცოდიამ. პირობის შესახებ. გიორგაძემ თავი გააკნია. ვახტანგმა რამდენიმე თვის წინ მომცა ეს დალუქული კონვერტი, მკაცრი ინსტრუქციებით, არ გამეხსნა ამ მომენტამდე. ისევე გაოცებული ვარ, როგორც ყველა თქვენგანი. ირაკლი ლომიძემ ყელი გაიწმინდა. თუ ნებას მომცემთ, თქვა მან, მისი ხმარბილი, მაგრამ მტკიცე, მგონი ბატონმა ვახტანგმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი გენიალურობა. ეს პირობა უზრუნველყოფს, რომ რეზორტის მომავალმა ლიდერმა საფუძვლიანად იცოდეს მისი ფუნქციონირება. ნინომ თავი დაუქნია და დაამატა. გარდა ამისა, გიორგის მიეცემა შესაძლებლობა, ნამდვილად გაიცნოს ჩვენი პერსონალი და გაიგოს მათი საჭიროებები და გამოწვევები. გიორგი ჩუმად უსმენდა ამ კომენტარებს, მისი გონება ჯერ კიდევ ცდილობდა სიტუაციის გაცნობიერებას. ბოლოს ის ფეხზე წამოდგა, ყველა მზერა მისკენ მიემართა. მე დაიწყო მან მისი ხმა თავიდან კანკალებდა, მაგრამ იძენდა სიმტკიცეს, როგორც კი ლაპარაკობდა, ვიღებ მამაჩემის პირობას. ვიცი, რომ არ ყოფილვარ ისე ჩართული ბიზნესში, როგორც უნდა ყოფილიყავი, მაგრამ მზად ვარ ვისწავლო, ვიმუშაო მძიმედ და პატივი ვცე მამაჩემის მემკვიდრეობას. თამარამ შვილის ხელი აიღო, მისი თვალები ბრწყინავდა სიამაყითა და შეშფოთებით თანაბრად. გიორგი, დარწმუნებული ხარ? 6 თვე დიდი დროა და მოგიწევს ყველაფრის მიტოვება, რაც იცი. გიორგიმ თავი დაუქნია, ახალი გადაწყვეტილება ბრწყინავდა მის თვალებში. დარწმუნებული ვარ, დედა. მამას ყოველთვის უნდოდა, რომ ნამდვილად გამეგო ბიზნესი და ახლა ხედავ რატომ. დროა ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო. ადვოკატი გიორგაძე ფეხზე წამოდგა. ძალიან კარგი იმაში. ვახტანგის ინსტრუქციების მიხედვით 6-თვიანი პერიოდი დაიწყება ერთ კვირაში. ამ დროის განმავლობაში გიორგი უნდა მოემზადო შენი ახალი იდენტობისთვის. დანარჩენებმა კი, თქვა მან, შეხედა ირაკლის, ნინოს და ლევანს, გიორგის ნამდვილი ვინაობის საიდუმლო უნდა შეინახოთ. გასაგებია. ყველამ სერიოზულად დაუქნია თავი. შესანიშნავი, განაგრძო გიორგაძემ. ახლა არის რამდენიმე დამატებითი დეტალი, რომელიც უნდა განვიხილოთ. სანამ ადვოკატი განაგრძობდა საუბარს სიტუაციის სამართლებრივ და ლოგისტიკურ ასპექტებზე, გიორგიმ უფლება მისცა საკუთარ თავს გაფიქრებულიყო. მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლებოდა. პლეიბოი მემკვიდრიდან უბრალო ტექნიკურ მუშაკამდე გადავიდოდა. ეს იდეა მას აშინებდა და ამავდროულად ახალისებდა. შეხედა მამამისის ფოტოებს კედლებზე ვახტანგ ბერიძის მომღიმარ და თავდაჯერებულ სახეს. დიდი ხნის შემდეგ პირველად გიორგი მიგრძნო, რომ ნამდვილად ესმოდა მამამისი. ეს უკანასკნელი გამოწვევა იყო ვახტანგის საბოლოო საჩუქარი, შესაძლებლობა გიორგისთვის, დაემტკიცებინა საკუთარი თავი არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. მე შენ სიამაყის მიზეზს მოგცემ, მამა, იფიქრა გიორგიმ. ახალი გადაწყვეტილება ბრწყინავდა მის შიგნით. შემდეგი დღეები ქარიშხალივით ძრაობაში გავიდა. გიორგიმ მოემზადა ახალი ცხოვრებისთვის, როგორც გგელა, სახელი, რომელიც აირჩია თავისი ალტერ ეგოსთვის. ნინოს დახმარებით, რომელიც შესთავაზაზე დამხედველობა გაეწია მისი ტრანსფორმაციისთვის, გიორგიმ დაიწყო თავისი ახალი იდენტობის დეტალების დაგეგმვა. ერთ საღამოს, როდესაც ნინოს ოფისში უკანასკნელ დეტალებს ამოწმებდნენ, გიორგიმ ვერ შეძლო თავისი ეჭვების გამოთქმა. ნინო, გჯერა, რომ მართლა შევძლებ ამის გაკეთებას? გჯერა, რომ შევძლებ ყველას მოტყუებას და ვიცხოვრო, როგორც ჩვეულებრივმა თანამშრომელმა 6 თვის განმავლობაში. ნინო, რომელიც რაღაც დოკუმენტებს ამოწმებდა, აიხედა და თბილი ღიმილი აჩუქა. გიორგი, გიყურებდი, როგორ იზრდებოდი. ვიცი, რომ კეთილი გული გაქვს და მეტი შეგიძლია ვიდრე გგონია. მამა შენი არ შემოგთავაზებდა ამ გამოწვევას, არ სჯეროდეს, რომ შეგიძლია მისი გადალახვა. გიორგიმ თავი დაუქნია მადლიერი მხარდაჭერისთვის. გმადლობ, ნინო. არ ვიცი, რას ვიზამდი შენ გარეშე. ყოველთვის იქ იყავი ჩემთვის, მაშინაც კი, როცა განებივრებული ბავშვი ვიყავი.
ნინომ ბბილად გაიცინა. გქონდა შენი მომენტები, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ კარგი კაცი იყო ამ მდიდარი ბიჭის ფასადის ქვეშ. მისი გამომეტყველება უფრო სერიოზული გახდა. გიორგი არის რაღაც, რაც უნდა გითხრა. მამა შენი. ის და მე ძალიან ახლოს ვიყავით. ის არა მხოლოდ ჩემი უფროსი იყო, არამედ ძვირფასი მეგობარიც. გიორგიმ ცნობის მოყვარეობით შეხედა მას. ყოველთვის ამჩნევდა, რომ მამას განსაკუთრებული პატივისცემა ჰქონდა ნინოსადმი, მაგრამ არასდროს ბევრი უფიქრია ამაზე. ნინომ განაგრძო, ვახტანგმა ბევრი რამ მანდო რეზორტის შესახებ, მისი სამომავლო გეგმების შესახებ. მას უნდოდა, რომ ამ პროცესში გავძღოლოდი, მაგრამ ზედმეტად არ ჩავრეულიყავი. უნდოდა, რომ თვითონ აღმოგეჩინა რაღაცები. რას გულისხმობ? იკითხა გიორგიმ დაინტერესებულმა. მხოლოდ იმას, რომ ამ რეზორტში მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, გიორგი. მამა შენმა აქ რაღაც განსაკუთრებული ააშენა, რაღაც, რაც უბრალო ბიზნესზე მეტია. იმედი მაქვს, რომ ამ 6 თვის განმავლობაში შეძლება აღმოაჩინო, რას ნიშნავს ნამდვილად ლურჯი სამოთხე. სანამ გიორგი მეც იკითხავდა, ოფისის კარი უცებ გაიღო. ირაკლი ლომიძე შემოვიდა, მისი სახე ძლივ შეკავებული გაღიზიანების ნიღაბი იყო. ნინო, ჭირდება შენთან საუბარი ახალი მომწოდებლების კონტრაქტების შესახებ, თქვა ირაკლიმ, გიორგის განზრახ არ ამჩნევდა. ნინო ფეხზე წამოდგა, მისი გამომეტყველება პროფესიონალურ ნიღაბზე შეიცვალა. რა თქმა უნდა, ირაკლი. გიორგი ხომ არ გაწუხებს, თუ ამას მოგვიანებით გავაგრძელებთ. გიორგიმ თავი დაუქნია, ამჩნევდა ჰაერში დაძაბულობას. კარისკენ მიმავალს ვერ შეძლო არ შეემჩნია ცივი მზერა, რომელიც ირაკლიმ ესროლა. ყოველთვის გრძნობდა, რომ გენერალურ მენეჯერს დიდად არ მოსწონდა, მაგრამ ახლა ეს ანტიპათია თითქოს გაძლიერდა. ოფისიდან გამოსვლისას გიორგი პირისპირ შეხვდა ლევანს, მთავარ ბუღალტერს, რომელიც თითქოს კარზე დაკაკუნებას აპირებდა. გიორგი, თქვა ლევანმა, აშკარად გაოცებულმა. არ ველოდი აქ შენს ნახვას. უბრალოდ ნინოსთან ვაზუსტებდი რამდენიმე დეტალს, უპასუხა გიორგიმ, ამჩნევდა ნერვიულობას ლევანის ხმაში. რა თქმა უნდა, ჩაიბუტბუტა ლევანმა, გიორგის გვერდი აუარა ოფისში შესასვლელად. თუ მაპატიებ. გიორგი დარჩა დერეფანში, ფიქრობდა ბოლო დღეების მოვლენებზე. რეზორტში იყო დაძაბულობა და საიდუმლოებები, რომლებიც მას აქამდე არ შეუმჩნევია. რა კიდევ აღმოაჩენდა გელად ყოფნის დროს. დილა, როდესაც გიორგი უნდა დაეწყო ახალი ცხოვრება როგორც გელა, ძალიან მალე მოვიდა მისთვის. გაიღვიძა განთიადამდე, კუჭი არეული ჰქონდა ნერვიულობისა და მოლოდინის ნაზავით. აბაზანის სარკეში გახედა, ძლივს ცნობდა კაცს, რომელიც უკან უყურებდა. მისი თმა, ადრე იდეალურად დავარცხნილი, ახლა უფრო გრძელი და აწეცილი იყო. რამდენიმე დღის წვერი ფარავდა მის სახეს, ნაწილობრივ მალავდა მის გამორჩეულ ნაკვთებს. დიზაინერული ტანსაცმელი შეცვლილი იყო გაცვეთილი ჯინსითა და უბრალო მაისურით. დილა მშვიდობისა გელა ჩაიჩურჩულა თავისთვის, ვარჯიშობდა უფრო ღრმა ხმის ტონზე, რომელსაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში გამოიყენებდა. კარზე ნაზმა კაკუნმა გამოიყვანა ფიქრებიდან. ეს იყო მისი დედა თამარა, რომელიც შემოვიდა შეშფოთებული გამომეტყველებით სახეზე. მზად ხარ, შვილო? იკითხა მან მისი ხმა ემოციით შეფერილი. გიორგიმ თავი დაუქნია, ვერ პოულობდა შესაფერი სიტყვებს. თამარა მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა. გახსოვდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ვამაყობ შენით ჩაუჩურჩულა. მამა შენიც იამაყებდა. გიორგიმ უფლება მისცა საკუთარ თავს ყოფილიყო მოწყვლადი დედის მკლავებში, სანამ დაშორდებოდა და აიღებდა თავის ზურგჩანთას. დროა, თქვა მან, მისი ხმა უფრო მტკიცე, ვიდრე თავს გრძნობდა. ერთად დედაშვილმა უკანასკნელად დატოვეს საპრეზიდენტო აპარტამენტი მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ჩუმად გაიარეს რეზორტის დერეფნები, ჯერ კიდევ უდაბური ამ ადრეულ საათზე. სერვისის შესასვლელთან მისვლისას, სადაც ნინო ელოდებოდათ, თამარამ კიდევ ერთხელ ჩაეხუტა შვილს. გაუფრთხილდი თავს, ჩემო სიყვარულო, თქვა მან წრემლებით თვალებში. და გახსოვდეს, თუ ოდესმე იგრძნობ, რომ ვერ ძლებ, ყოველთვის შეგიძლია თავი დაანებო. შენი კეთილდღეობა ნებისმიერ მემკვიდრეობაზე მნიშვნელოვანია. გიორგიმ თავი დაუქნია მადლიერი დედის უპირობო მხარდაჭერისთვის. გავაკეთებ, დედა. მიყვარხარ. უკანასკნელი ჩახუტებით, გიორგი დაშორდა დედას და მიუახლოვდა ნინოს, რომელიც ელოდებოდა გადაწყვეტილების გამომეტყველებით სახეზე. მზად ხარ, გელა? იკითხა ნინომ, იყენებდა მის ახალ სახელს, რომ დახმარებოდა როლში შესვლაში. გიორგიმ. არა, გელამ თავი დაუქნია.
მზად ვარ. ნინომ გადასცა ტექნიკური პერსონალის უნიფორმა და საიდენტიფიკაციო ბარათი. მოგესალმები ლურჯი 64-ის რეზორტში, გელა. შენი ცვლა 15 წუთში იწყება. მარტინი, ტექნიკური პერსონალის უფროსი, მომარაგების ოთახში დაგელოდება. გელამ აიღო უნიფორმა და ბარათი, გრძნობდა თავისი ახალი რეალობის სიმძიმეს. უკანასკნელი მზერით დედისკენ, რომელიც უყურებდა შორიდან შევიდა სერვისის კარიდან, უკან ტოვებდა ფუფუნებისა და პრივილეგიების ცხოვრებას. სერვისის დერეფანი სრულიად განსხვავებული სამყარო იყო იმ რეზორტისგან, რომელსაც გელა იცნობდა. კედლები იმ ფუფუნებითი შპალერის ნაცვლად, რომელიც სტუმრების ზონებს ამშვენებდა, შეღებილი იყო მარტივი და ფუნქციონალური ბეჟის ფერით. იატაკი იყო გაპრიალებული ბეტონი, ძალიან შორსპარსული ხალიჩებისა და მარმარილოს იატაკებისგან, რომლებსაც მიჩვეული იყო. მომარაგების ოთახისკენ მიმავალმა, გელა შეხვდა რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც იწყებდნენ თავიანთ ცვლას. ზოგიერთმა ცნობის მოყვარეობით შეხედა, სხვებმა ძლივს მიაქციეს ყურადღება, ჩაძირულები თავიანთ დილის რუტინაში. პირველად ცხოვრებაში გელამ გამოსცადა რა არის სრულიად ანონიმური ყოფნა, უბრალოდ კიდევ ერთი სახე ბრბოში. მომარაგების ოთახში მისვლისას შეხვდა მარტინს, ძლიერ კაცს დაახლოებით 50 წლის, სქელი ულვაშით და კოჟრიანი ხელებით, რომლებიც წლების მძიმე შრომაზე მეტყველებდა. შენ უნდა იყო ახალი, გელა, თქვა მარტინმა, აფასებდა მას კრიტიკული მზერით. იმედი მაქვს, რომ მზად ხარ მძიმე სამუშაოსთვის. აქ ზარმაცებს არ ვითმენთ. გელამ თავი დაუქნია, ცდილობდა ისეთი თავდაჯერებულობის პროექცირებას, რასაც არ გრძნობდა. დიახ, ბატონო. მზად ვარ ვისწავლო და მძიმედ ვიმუშაო. მარტინმა დაიღრინა, თითქოს კმაყოფილი იყო პასუხით. კარგი. ჩაიცვი უნიფორმა და გამომკევი. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, სანამ სტუმრები გაიღვიძებენ. სანამ იცვლებოდა მომარაგების ოთახის გვერდით პატარა გასახდელში, გელა ვერ შეძლო არ ეფიქრა, რამდენად სურეალური იყო მთელი სიტუაცია. მხოლოდ ერთი კვირის წინ, ის იყო რეზორტის მემკვიდრე, ცხოვრობდა ფუფუნებითა და კომფორტით. ახლა კი ემზადებოდა, რომ დაეწყო პირველი დღე როგორც ტექნიკური პერსონალის თანამშრომელს, ემზადებოდა საპირფარეშოების დასასუფთავებლად და გაფუჭებული ონკანების შესაკეთებლად. გასახდელიდან გამოსვლისას დაინახა თავისი ანარეკლი კედელზე ჩამოკიდებულ პატარა სარკეში. ტექნიკური პერსონალის მუქი ლურჯი უნიფორმა ცოტა დიდი იყო მასზე, რაც უფრო ახალგაზრდას და ნაკლებად თავდაჯერებულს აჩენდა. ერთი მომენტით იგრძნო პანიკის შეტევა. მართლა შეძლებდა ამის გაკეთებას 6 თვის განმავლობაში? გელა. გაინძერი, მარტინის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან. საპირფარეშოები თავისით არ გაიწმინდება. გელამ ღრმად ჩაისუნთქა, გაისწორა მხრები და გაჰყვა მარტინს მომარაგების ოთახიდან გარეთ. მისი ახალი ცხოვრება ოფიციალურად დაიწყო. მისი ცვლის პირველი საათები აქტივობის ქარიშხალი იყო. მარტინმა რეზორტის ერთი მხრიდან მეორემდე ატარა, უჩვენებდა ძირითად დავალებებს, რომლებიც უნდა შეესრულებინა, საპირფარეშოების დასუფთავება, გადამწვარი ნათურების გამოცვლა, ბაღებში ნაგვის აკრეფა და კიდევ ათობით სხვა დავალება, რომლებზეც გელას აქამდე არასდროს უფიქრია. გასაკვირად გელამ აღმოაჩინა, რომ ფიზიკურ შრომას ჰქონდა დამამშვიდებელი ეფექტი მის მოუსვენარ გონებაზე. უნიტაზის გაწმენდაზე ან ჩამოცვენილი ფოთლების მოგროვებაზე კონცენტრაცია ხელს უშლიდა ობსესიურად ეფიქრა თავის სიტუაციაზე ან ენერგიულ მომავალზე. თუმცა თავისი ახალი პოზიციის რეალობა მძლიერად დაარტყა, როდესაც მთავარი აუზის საპირფარეშოს წმენდისას ერთი სტუმარი შემოვიდა და დაიწყო პისუარის გამოყენება მასზე მზერის გარეშეც კი. გელა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, სადაც არ უნდა წასულიყო, უცებ იგრძნო თავი უხილავად. დილის შუაგულში, მოკლე შესვენების დროს, გელა აღმოჩნდა პერსონალის კაფეტერიაში, გარშემორტყმული თანამშრომლებით, რომლებიც საუბრობდნენ და იცინოდნენ, სრულიად უცნობიერონი მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ. მარტო დაჯდა კუთხეში, აკვირდებოდა და უსმენდა, ცდილობდა შეესრულა ყველაფერი, რაც შეეძლო ამ ახალი სამყაროს შესახებ. სწორედ მაშინ შენიშნა ახალგაზრდა ქალი, რომელიც რამდენიმე მაგიდის მოშორებით იჯდა. თმა მუქი ჰქონდა, პრაქტიკულად შეკრული კუდად და ეცვა რეზორტის ოფიციანტების უნიფორმა. რამაც გელას ყურადღება მიიპყრო იყო ინტენსივობა, რომლითაც ახალგაზრდა ქალი სწავლობდა სქელ წიგნს, რომელიც მის წინ იდო, სრულიად უგულებელყოფდა ცოცხალ საუბარს მის გარშემო. დაინტერესებულმა გელა წამოდგა, რომ ყავის ნარჩენები გადაეყარა ახალგაზრდა ქალის მაგიდასთან ახლოს მდებარე ნაგვის ურნაში. მასთან გავლისას თვალი მოჰკრა წიგნს, ეს იყო გაძლიერებული ბუღალტერიის ტექსტი. საინტერესო საკითხავი შესვენებისთვის კომენტარი გააკეთა გელამ, სანამ თავს შეიკავებდა.
ახალგაზრდა ქალმა აიხედა, გაოცებული. ერთი მომენტით გელას შეეშინდა, რომ შეცდომა დაუშვა მასთან საუბრისას, მაგრამ შემდეგ მან გაიღიმა, თბილი ღიმილით, რომელმაც მთელი მისი სახე გაანათა. გამოცდებისთვის მეცადინეობ, ახსნა მან. აქ ვმუშაობ უნივერსიტეტის გადასახდელად. გელამ თავი დაუქნია, შთაბეჭდილება მოახდინა მისმა თავდადებამ. მე გელა ვარ, წარდგა, ხელი გაუწოდა. დღეს ჩემი პირველი დღეა ტექნიკურ პერსონალში. ელენე, უპასუხა მან, ხელი ჩამოართვა. ოფიციანტი და ბუღალტერიის სტუდენტი ნახევარ განაკვეთზე. მოგესალმები ლურჯ სამოთხეში, გელა. სანამ საუბარს გააგრძელებდნენ, მარტინის ხმა გაისმა კაფეტერიაში. გელა. შესვენება დამთავრდა. გვაქვს წყლის გაჟონვა 305 ნომერში. გელამ სწრაფად დაემშვიდობა ელენეს და გაიქცა მარტინისკენ, მაგრამ ვერ შეძლო უკან არ გაეხედა კიდევ ერთხელ. ელენე უკვე თავის წიგნთან დაბრუნებულიყო, მაგრამ მასში იყო რაღაც, რამაც გელას ინტერესი გამოიწვია. სანამ მარტინს მიჰყვებოდა 305 ნომრისკენ, გელამ გაიაზრა თავისი დილა. ეს იყო გამომფიტავი, დამაბნეველი და ბევრი თვალსაზრისით დამამცირებელი. მაგრამ ასევე გამომაფხიზლებელიც. მხოლოდ რამდენიმე საათში უფრო მეტი ნახა რეზორტის შიდა მუშაობის შესახებ, ვიდრე მთელი თავისი წინა ცხოვრების განმავლობაში. და სანამ ემზადებოდა თავისი შემდეგი გამოწვევისთვის გაჟონვის მილი და გაბრაზებული სტუმარი, გელამ გააცნობიერა, რომ შეიძლება, უბრალოდ შეიძლება, მამამისმა ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა ამ გამოცდის დადებით. იქნებ ეს 6 თვე არ იყო მხოლოდ დაბრკოლება, რომელიც უნდა გადაელახა, არამედ შესაძლებლობა გასაზრდელად და სასწავლად. ამ აზრით, გელამ აიღო თავისი ხელსაწყოების ყუთი და შევიდა 305 ნომერში, მზად იყო დახვედრო და რასაც ბედი და ახირებული მილები უმზადებდა. დღეების გასვლასთან ერთად, გელა დაიწყო ახალ რუტინასთან შეგუება. იღვიძებდა განთიადამდე იცვამდა ტექნიკური პერსონალის უნიფორმას და ეშვებოდა მძიმე შრომისა და მუდმივი გამოწვევების სამყაროში. ყოველი დღე მოჰქონდა ახალ დავალებებს და გადასაჭრელ პრობლემებს, დაწყებული გაფუჭებული კონდიციონერებიდან დამთავრებული რთული სტუმრებით. ერთ დილას, სანამ აუსთან გატეხილ შეზლონგს არემონტებდა, გელამ შენიშნა ირაკლი ლომიძე, გენერალური მენეჯერი, ცხარედ ესაუბრებოდა კაცს, რომელსაც ვერ ცნობდა. ორივე საკმარისად შორს იყო, რომ გელას ვერ გაეგონა მათი საუბარი, მაგრამ ირაკლის სხეულის ენა მიუთითებდა, რომ გაღიზიანებული იყო. დაინტერესებულმა, გელა შეეცა და შეუმჩნევლად მიახლოებოდა, თითქოს ჩამოცვენილ ფოთლებს აგროვებდა. სწორედ მაშინ დაიჭირა საუბრის ფრაგმენტები. არ შეგიძლია განაგრძო ფასების გაზრდა, ამბობდა უცნობი კაცი. ჩვენი შეთანხმება ნათელი იყო. რაღაცები შეიცვალა, უპასუხა ირაკლიმ დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით. ვახტანგის გარდაცვალებით გვჭირდება. ამ მომენტში ირაკლიმ შენიშნა გელას ყოფნა და მკვეთრად შეწყვიტა საუბარი. მან მრისხანემზე რა ესროლა გელას, სანამ კაცს უფრო განცალკევებულ ადგილას წაიყვანდა. გელა ჩაფიქრდა. რა ტიპის შეთანხმებებს დებდა ირაკლი? და რატომ შეცვალა მამამისის სიკვდილმა რაღაცები? მან გონებაში ჩაინიშნა, რომ მომავალში უფრო ყურადღებით ყოფილიყო ირაკლის საქმიანობის მიმართ. სანამ შეზლონგის შეკეთებას ამთავრებდა, გელამ დაინახა ელენე, რომელიც აუზის კიდესთან დადიოდა, სასმელების ლანგრით სტუმრებისთვის. შენიშნა, როგორ მოძრაობდა გრაციოზულად და ეფექტურად, იღიმებოდა და საუბრობდა კლიენტებთან, სანამ კოქტეილებს მიართმევდა. თუმცა ასევე შეამჩნია დაღლილობა მის თვალებში, მცირე კანკალი მის ხელებში საათობით მძიმე ლანგრების ტარების შემდეგ. იმპულსურად გელა მიუახლოვდა მას, როდესაც სასმელების მიტანა დაასრულა. გამარჯობა, ელენე, მიესალმა ღიმილით. როგორც ჩანს, დაკავებული დილა გქონდა. ელენე შემობრუნდა, თავიდან გაოცებული, მაგრამ შემდეგ დაუბრუნა ღიმილი. ო, გამარჯობა, გელა. დიახ, სიგიჟე იყო. სიცხე აიძულებს ყველას უფრო მეტი დალიოს, ვიდრე ჩვეულებრივ. წარმომიდგენია, თავი დაუქნია გელამ. შემდეგ განსაკუთრებული ფიქრის გარეშე დაამატა, ჰეი, რა სიტყვით, თუ შესვენებისას ერთად დავლევთ ყავას. თუ გაქვს დასასვენებელი დრო, რა თქმა უნდა. ელენე ერთი მომენტით შეყოყმანდა, მაგრამ შემდეგ მისი ღიმილი გაფართოვდა. იცი რა, ეს შესანიშნავად ჟღერს. დასვენება მჭირდება და კომპანია, რომელიც არ მთხოვს კიდევ ერთ პინაკოლადას. ორივემ გაიცინა და შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ პერსონალის კაფეტერიაში შემდეგი შესვენებისას. დილის დანარჩენი ნაწილი სწრაფად გავიდა გელასთვის. შეაკეთა წვეთიანი ონკანები, გამოცვალა გადამწვარი ნათურები და მოუხდა გამკლავება რაკუნების ოჯახთან, რომელთაც გადაწყვიტეს რეზორტის ერთ-ერთ ნაგვის კონტეინერში დასახლებულიყვნენ.
ყოველი დავალება წარმოადგენდა ახალ გამოწვევას და გელა გაკვირვებული იყო საკუთარი თავით, რომ სიამოვნებას იღებდა მიღწევის გრძნობით, რომელიც პრაქტიკული პრობლემების გადაჭრასთან მოდიოდა. როდესაც ბოლოს დადგა მისი შესვენების დრო, გელა გაემართა პერსონალის კაფეტერიისკენ, მოლოდინისა და ნერვიულობის ნაზავით. იპოვა ელენე უკვე მჯდომი კუთხის მაგიდასთან, 2 ფინჯანი ყავით წინ. იმედი მაქვს, მოგწონს შავი ყავა, თქვა ელენემ, როდესაც გელა დაჯდა. არ ვიცოდი, როგორ გიყვარს, მაგრამ ვიფიქრე, რომ მძიმე სამუშაო დილის შემდეგ რაღაც ძლიერი დაგჭირდებოდა. გელამ აიღო ფინჯანი, მადლიერი. შავი ყავა იდეალურია, გმადლობთ. და მართალი ხარ, ნამდვილად მჭირდება. ერთი მომენტით სიჩუმე ჩამოვარდა, სანამ ორივე სვამდა თავიანთ ყავას. შემდეგ ელენემ თქვა: ასე რომ გელა, რა მოგიყვანა ლურჯ სამოთხეში. არ ჰგავხარ ტიპიურ ტექნიკური პერსონალის ბიჭს, შეურაცხყოფის გარეშე. გელა თითქმის ყავით დაიხრჩო. ერთი მომენტით შეეშინდა, რომ მისი შენიღბვა არ იყო ისეთი კარგი, როგორც ეგონა. მაგრამ შემდეგ გააცნობიერა, რომ ელენე უბრალოდ შემთხვევით დაკვირვებას აკეთებდა. დაიწყო სიტყვებს ფრთხილად არჩევდა, თქვათ ცვლილების მომენტში ვარ ჩემს ცხოვრებაში. ჭირდებოდა ახალი დასაწყისი და ეს სამუშაო კარგ შესაძლებლობად ჩანდა. ახალი რაღაცების სასწავლად. ელენემ თავი დაუქნია გაგებით. მესმის შენი. მეც აქ ვარ ახალი დასაწყისის ძიებაში, გარკვეულწილად. ეს სამუშაო საშუალებას მაძლევს ვისწავლო და დავზოგო უნივერსიტეტისთვის. ერთ დღეს, იმედი მაქვს, ბუღალტერი გავხდები და შევძლებ ჩემი ოჯახის დახმარებას. გელა შეიძრა ელენეს გადაწყვეტილებით. შთამბეჭდავია, რომ ასე მძიმედ მუშაობ შენი ოცნებებისთვის, თქვა გულწრფელად. როგორ დაინტერესდი ბუღალტერიით? ელენეს თვალები გაბრწყინდა. ყოველთვის მაფასცინირებდა რიცხვები და როგორ შეუძლიათ მათ ბიზნესის ისტორიის მოყოლა. გარდა ამისა, გავიზარდე მამაჩემის ყურებით, რომელიც ებრძოდა თავისი პატარა მაღაზიის ფინანსებს. მინდა შევძლო მისნაირი ადამიანების დახმარება, პატარა მეწარმეების, რომლებსაც დიდი ოცნებები აქვთ, მაგრამ სჭირდებათ დახმარება ფინანსური მხარის მართვაში. სანამ ელენე საუბრობდა, გელამ ვერ შეძლო არ მოხიბლულიყო მისი ვნებითა და ხედვით. ასევე იგრძნო დანაშაულის გრძნობა, როცა გაიფიქრა, როგორ თვლიდა საკუთარ სიმდიდრესა და პოზიციას თავისთავად ცხადად ამდენი ხნის განმავლობაში. ეს შესანიშნავი მიზანია, თქვა გელამ. დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებ. ელენემ გაიგიმა, ოდნავ შერცხვენილი. გმადლობ. ზოგჯერ რთულია, განსაკუთრებით როცა დაღლილი ვარ გრძელი ცვლის შემდეგ და ჯერ კიდევ უნდა ვისწავლო. მაგრამ ვიცი, რომ საბოლოოდ ღირს. გელა აპირებდა პასუხს, როდესაც შენიშნა ირაკლი ლომიძე, რომელიც კაფეტერიაში შემოდიოდა. გენერალური მენეჯერი შეშფოთებული და დაძაბული ჩანდა, ძალიან განსხვავებული მისი ჩვეული ცივი თავდაჭერილობისგან. ირაკლი მიმოიხედა კაფეტერიაში, მისი თვალები მოკლედ შეჩერდა გელასა და ელენეზე, სანამ გააგრძელებდა თავის ძიებას. კარგად ხარ? იკითხა ელენემ, ამჩნევდა ცვლილებას გელას გამომეტყველებაში. დიახ, კარგად ვარ, უპასუხა გელამ, თავისი ყურადღება ელენესკენ მიაბრუნა. უბრალოდ გამახსენდა, რომ უნდა დავასრულო ერთი კონდიციონერის შეკეთება, სანამ ჩემი ცვლა დამთავრდება. ელენემ შეხედა თავის საათს და ამოიოხრა. საუბარი ცვლებზე, ჩემი თითქმის იწყება კვლავ. გმადლობ ყავისა და საუბრისთვის, გელა. სასიამოვნო იყო საუბარი, რომელიც არ გულისხმობს სასმელების შეკვეთების მიღებას. ორივე წამოდგა და ერთი მომენტით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ელენემ სწრაფი ჩახუტებით მოიცვა გელა. გნახავ ირგვლივ, თქვა ღიმილით, სანამ სწრაფად დატოვებდა კაფეტერიას. გელა იქ დარჩა ერთი მომენტით, სულელური ღიმილით სახეზე. მაგრამ როდესაც დაინახა ირაკლი, რომელიც კაფეტერიიდან გადიოდა იმედგაცრუების გამომეტყველებით, მისი ღიმილი გაქრა. გაახსენდა საუბარი, რომელსაც ადრე შეესწრო და დაინტერესდა, რა ხდებოდა ნამდვილად რეზორტში, რომელიც მამამისმა ააშენა. ამ ოხრით, გელამ გადააგდო თავისი ცარიელი ყავის ფინჯანი და მოიმზადა სამუშაოზე დასაბრუნებლად. გრძნობდა, რომ მომდევნო თვეები ბევრად უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე წარმოედგინა. კვირეების გასვლასთან ერთად, გელა სულ უფრო და უფრო ეგუებოდა თავის ახალ ცხოვრებას, როგორც ტექნიკური პერსონალის თანამშრომელი. მისი ხელები, ადრე რბილი და მოვლილი, ახლა სავსე იყო კოჟრებითა და პატარა ჭრილობებით, მძიმე შრომის დამადასტურებელი, რომელსაც დღიდან დღემდე ასრულებდა. მისი კანი, ადრე ფერმკრთალი კონდიცირებულ ოფისებში გატარებული საათების გამო, ახლა გარუჯული იყო შავი ზღვის მზისგან. მაგრამ ცვლილებები არ იყო მხოლოდ ფიზიკური.
გელა დაიწყო შენიშვნა, როგორ იცვლებოდა თანდათანობით მისი შეხედულება რეზორტისა და მისი თანამშრომლების მიმართ. ახლა უკვე აღარ ხედავდა ლურჯ სამოთხეს უბრალოდ როგორც შემოსავლის წყაროს ან ოჯახურ მემკვიდრეობას, არამედ როგორც ცოცხალ ორგანიზმს, რომელსაც ინარჩუნებდა ასობით ადამიანის ძალისხმევა და თავდადება. ერთ საღამოს სანამ ყინულის მანქანას არემონტებდა მთავარ სამზარეულოში, გელამ მოისმინა საუბარი ორ მზარეულს შორის, რომელმაც მისი ყურადღება მიიპყრო. გეუბნები, რომ რაღაც უცნაური ხდება, ამბობდა ერთი მათგანი დაბალი ხმით. მომარაგების შეკვეთები შეიცვალა. უფრო დაბალი ხარისხის ინგრედიენტებს ვიღებთ, მაგრამ ფასები მენიუში იგივე რჩება. უპასუხა მეორემ, ნერვიულად იყურებოდა ირგვლივ. არ უნდა ილაპარაკო ამაზე. იცი რა დაემართა მიხეილს, როცა დაიწყო კითხვების დასმა. გელა თითქოს ყინულის მანქანაზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ მისი გონება სწრაფად ამუშავებდა ამ ახალ ინფორმაციას. ინგრედიენტების ხარისხს ამცირებდნენ და რა დაემართა მიხეილს. სანამ მეც მოისმენდა, ნინო შემოვიდა სამზარეულოში. მზარეულებმა მაშინვე შეცვალეს თემა, ხმამაღლა საუბრობდნენ დღის მენიუზე. ნინომ მიმოიხედა სამზარეულოში, სანამ მისი თვალები გელაზე არ შეჩერდა. გელა, თქვა, სწრაფად შეასწორა თავი. შეგიძლია წამოხვიდე ჩემთან ერთად? მჭირდება შენი დახმარება რაღაცაში. გელამ თავი დაუქნია, ხელებს იწმენდა უნიფორმაზე, სანამ ნინოს გაჰყვებოდა სამზარეულოს გარეთ. მან მიიყვანა უდაბურ დერეფანთან, სანამ ალაპარაკდებოდა. როგორ მიდის ყველაფერი? იკითხა მან დაბალი ხმით, შეშფოთება თვალსაჩინო იყო მის სახეზე. კარგად ვარ, უპასუხა გელამ გაკვირვებული შეკითხვით. ეს განსხვავებულია, მაგრამ ბევრს ვსწავლობ. ნინომ თავი დაუქნია, მაგრამ მისი გამომეტყველება კვლავ სერიოზული რჩებოდა. მოусმინე ან? გელა, ვიცი რომ ალბათ შენიშნავდი. უჩვეულო რაღაცებს, რომლებიც რეზორტში ხდება. გელა დაიძაბა. ნუ თუ ნინო მიცოდა რა მოისმინა სამზარეულოში. მხოლოდ მინდა იცოდე, განაგრძო ნინომ, რომ მამა შენი მენდობოდა. თხოვა თვალყური მედევნებინა შენთვის, დამხმარებოდი, თუ დაგჭირდებოდა. თუ ხედავ ან გესმის რამე, რაც გაწუხებს, შეგიძლია ჩემთან მოხვიდე. გესმის? გელამ ნელა დაუქნია თავი, ნინოს სიტყვებს იაზრებდა. გმადლობ, თქვა ბოლოს. გათვალისწინებული მექნება. ნინომ პატარა ღიმილი აჩუქა, სანამ წავიდოდა, დატოვა გელა მეტი კითხვით, ვიდრე პასუხით. იმ ღამით, სანამ ემზადებოდა დასაძინებლად პატარა ოთახში, რომელსაც ტექნიკური პერსონალის სხვა ორ თანამშრომელთან იზიარებდა, გელა ვერ შეძლო არ ეფიქრა ყველაფერზე, რაც აღმოაჩინა. დაბალი ხარისხის ინგრედიენტები, ირაკლის საეჭვო საუბარი, რომელსაც შეესწრო ნინოს იდუმალი სიტყვები. გააცნობიერა, რომ ლურჯი სამოთხე უფრო მეტ საიდუმლოს მალავდა, ვიდრე წარმოედგინა. და ის, როგორც გელა, უნიკალურ პოზიციაში იყო მათ აღმოსაჩენად. დაძინებისას გელამ გადაწყვეტილება მიიღო. ის არა მხოლოდ მძიმედ იმუშავებდა და ისწავლიდა რეზორტის ფუნქციონირების შესახებ. ის გამოიძიებდა, აღმოაჩენდა რა ხდებოდა ნამდვილად მამამისის მემკვიდრეობაში. რასაც არ იცოდა იყო ის, რომ ეს გადაწყვეტილება წაიყვანდა მას გზაზე, სავსე საფრთხეებით, საიდუმლოებებით და, შესაძლოა, სიყვარულითაც კი. გიორგი ბერიძის ნამდვილი გამოწვევა მხოლოდ იწყებოდა. მზე მხოლოდ იწყებდა ჰორიზონტზე გამოჩენას, როდესაც გელა უკვე ფეხზე იყო, ემზადებოდა კიდევ ერთი სამუშაო დღისთვის ლურჯის სამოთხის რეზორტში. თითქმის 2 თვე გავიდა, რაც დაიწყო თავისი ახალი ცხოვრება როგორც ტექნიკური პერსონალის თანამშრომელმა და ყოველი დღე მოჰქონდა ახალ გამოწვევებსა და აღმოჩენებს. სანამ უნიფორმას იცვამდა, გელამ გონებაში გაიარა თავისი გეგმა დღისთვის. ჩვეულებრივი დავალებების გარდა გადაწყვეტილი ჰქონდა უფრო საფუძვლიანად გამოეძია უწესრიგობები, რომლებიც რეზორტში შენიშნა. ნინოს სიტყვები კვლავ რეზონირებდა მის გონებაში, თუ ხედავ ან გესმის რამე, რაც გაწუხებს, შეგიძლია ჩემთან მოხვიდე. მაგრამ გელა დარწმუნებული არ იყო, შეეძლო თუ არა სრულად ენდომისთვის ან სხვა ვინმესთვის. სხვა თანამშრომლებთან გაზიარებული ოთახიდან გამოსვლისას, დერეფანში ელენეს შეხვდა. ქალმა გაუღიმა და გელამ იგრძნო, როგორ გადატრიალდა მისი გული. დილა მშვიდობისა, ადრე ამდგარო, მიესალმა ელენე. მზად ხარ კიდევ ერთი დღისთვის სამოთხეში? გელამ გაიცინა. ისე მზად, როგორც შეიძლება იყო აუზების გასაწმენდად და კონდიციონერების შესაკეთებლად. შენ მზად ხარ უკმაყოფილო ტურისტებისთვის მიმოზების მისატანად? ელენემ კომიკური გრიმასა მოჭრა. ვერ ველოდები.
განსაკუთრებით იმიტომ, რომ დღეს გამოცდა მაქვს ცვლის შემდეგ. არაფერია ისეთი, როგორც გაძლიერებული ბუღალტერიის სწავლა ავტორუჯის სუნით, არა. ჰეი, შენ ბრწყინვალედ ართმევ თავს, თქვა გელამ, მისი ტონი უფრო სერიოზული გახდა. ძალიან მომწონს შენი თავდადება, ელენე. სერიოზულად. ერთი მომენტით ორივე გაჩუმდა ერთმანეთის თვალებში იყურებოდნენ. გელამ იგრძნო იმპულსი, რომ რაღაც მეტი ეთქვა, გამოეხატა გრძნობები, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში იზრდებოდა მის შიგნით. მაგრამ სანამ ამას გააკეთებდა, მისი რაციის ხმა სიცოცხლე შეიძინა სარტყელზე. გელა გვჭირდები საპრეზიდენტო აპარტამენტში. პრობლემაა ჯაკუზისთან, გაისმა მარტინის ხმა. გელამ ამოიოხრა. მოვალეობა მეძახის. წარმატებას გისურვებ გამოცდაში, ელენე. დარწმუნებული ვარ, რომ ბრწყინვალედ ჩააბარებ. გმადლობ, გელა, უპასუხა მან ღიმილით. ფრთხილად იყავი ჯაკუზისთან. არ გინდა დამჭკნარი ქიშმიშივით დამთავრება. უკანასკნელი გაზიარებული სიცილით ორივენი დაშორდნენ, რომ დაეწყოთ თავიანთი შესაბამისი სამუშაო დღეები. საპრეზიდენტო აპარტამენტი სრულიად განსხვავებული სამყარო იყო რეზორტის დანარჩენი ნაწილისგან. სანამ ფუფუნებით მორთულ დერეფნებში მიდიოდა, გელამ ვერ შეძლო არ ეგრძნო ნოსტალგიის ტკივილი თავისი ძველი ცხოვრებისადმი. მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ ის იქნებოდა სტუმარი ასეთ აპარტამენტში და არა ტექნიკური პერსონალის კაცი, რომელიც ჯაკუზის შესაკეთებლად გამოიძახეს. აპარტამენტში შესვლისას გელა გაოცდა, როდესაც დაინახა ირაკლი ლომიძე, გენერალური მენეჯერი, დაბალი ხმით ესაუბრებოდა კაცს, რომელსაც ვერ ცნობდა. უცნობი იყო მაღალი და გამხდარი, უნაკლო კოსტიუმში, რომელიც ყვიროდა ძველი ფული. როდესაც შენიშნეს გელას ყოფნა, ორივე კაცი მკვეთრად გაჩუმდა. აჰ, ტექნიკური პერსონალი, თქვა ირაკლიმ დამცინავი ტონით, რომელმაც გელას გაღიზიანების ჩახშობა მოუწია. ჯაკუზი არ მუშაობს სათანადოდ. შეაკეთე სწრაფად და ჩუმად. არ გვინდა შევაწუხოთ ჩვენი გამორჩეული სტუმარი. კოსტიუმიანმა კაცმა გელას შეხედა ზიზღისა და მოწყენილობის ნაზავით, სანამ ირაკლისკენ შემობრუნდებოდა. დარწმუნდი, რომ ეს სწრაფად გადაიჭრება, ლომიძე. და გახსოვდეს ჩვენი საუბარი. ყველაფერი უნდა წარიმართოს გეგმის მიხედვით. ამიდუმალი სიტყვებით, კაცი გავიდა აპარტამენტიდან, დატოვა გელა და ირაკლი მარტო. ერთი მომენტით ირაკლიმ თითქოს დაივიწყა გელას ყოფნა, მისი სახე შეშფოთებისა და გამოთვლის ნიღაბი იყო. შემდეგ თითქოს ნიღაბი დაიდო, მისი გამომეტყველება დაუბრუნდა მის ჩვეულ პროფესიონალურ სიცივეს. და მაინც დაიჭყანა ირაკლიმ. რას ელოდები? შეაკეთე ჯაკუზი და გადი აქედან. გელამ ჩუმად დაუქნია თავი და გაემართა მთავარი აბაზანისკენ. სანამ ჯაკუზიზე მუშაობდა, მისი გონება ტრიალებდა. ვინ იყო ეს კაცი? და რა იყო ის, რაც უნდა წარმართულიყო გეგმის მიხედვით? ყოველი დღე თითქოს უფრო მეტ კითხვას მოჰქონდა, ვიდრე პასუხს. 1 საათის მუშაობის შემდეგ გელამ შეძლო ჯაკუზის შეკეთება. როდესაც აბაზანიდან გამოვიდა, გაოცდა, რომ აპარტამენტი ცარიელი დახვდა. ირაკლი წასულიყო სავარაუდოდ რეზორტის სხვა საქმეების მოსაგვარებლად. მაგრამ რაღაცამ მიიპყრო გელას ყურადღება, მანილის კონვერტი, რომელიც ოდნავ გამოჩრილი იყო მაგიდის ნახევრად ღია უჯრიდან. გელამ იცოდა, რომ არ უნდა ეთვალთვალა. ეს იყო პირადი სივრცის დარღვევა და თუ აღმოაჩენდნენ, შეიძლებოდა მისი სამსახური დაეკარგა და მთელი ოპერაცია ჩაეფუშა. მაგრამ ცნობის მოყვარეობა და საჭიროება გაეგო რა ხდებოდა მამამისის რეზორტში, უფრო ძლიერი აღმოჩნდა. გულის ძლიერი ცემით, გელა მიუახლოვდა მაგიდას და კონვერტი ამოიღო. ფრთხილად გახსნა და რამდენიმე დოკუმენტი ამოიღო. ეს იყო კონტრაქტები და ფინანსური ანგარიშები სავსე რიცხვებითა და სამართლებრივი ტერმინებით, რომლებიც სრულად ვერ გაიგო. მაგრამ მისი შეზღუდული ცოდნითაც კი შეძლო დაენახა, რომ რაღაც არ იყო სწორი. იყო შეუსაბამობები რიცხვებში, გადარიცხვები ოფშორულ ანგარიშებზე და ხსენებების სპეციალური ინვესტიციების შესახებ, რომლებსაც, როგორც ჩანდა, არაფერი ჰქონდა საერთო რეზორტის ნორმალურ ფუნქციონირებასთან. უცებ გელამ გაიგონა ხმები, რომლებიც დერეფანში ახლოვდებოდნენ. პანიკაში დოკუმენტები უკან ჩადო კონვერტში და უჯრაში მოათავსა, ცდილობდა ზუსტად ისე დაეტოვებინა, როგორც ნახა. შემდეგ აიღო თავისი ხელსაწყოების ყუთი და სწრაფად გავიდა აპარტამენტიდან, გაიარა სტუმრების ჯგუფი, რომლებიც შედიოდნენ, სწორედ როდესაც ის გადიოდა. გულის ძლიერი ცემით, გელა გაემართა ტექნიკური პერსონალის ოთახებისკენ. სჭირდებოდა დრო, რომ გაიაზრებინა, რაც ახლახან ნახა.
ნათელი იყო, რომ რაღაც ბნელი ხდებოდა ლურჯ სამოთხეში, რაღაც რაც ცდებოდა უბრალოდ ინგრედიენტების ხარისხის შემცირებას ან მომწოდებლების კონტრაქტების ცვლილებებს. სანამ მიდიოდა ჩაძირული თავის ფიქრებში, თითქმის შეეჯახა ნინოს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოდიოდა. გელა, თქვა მან გაოცებულმა. გეძებდი. გაქვს დრო. გელამ თავი დაუქნია, ცდილობდა თავისი აღელვების დამალვას. ნინომ პატარა ცარიელ ოფისში შეიყვანა და მათ უკან კარი დახურა. ყველაფერი კარგადაა, იკითხა ნინომ მისი ხმა სავსე იყო შეშფოთებით. გამოიყურები. აღელვებულად. ერთი მომენტით გელამ განიხილა, ეთქვა თუ არა ნინოსთვის ყველაფერი, რაც ნახა და გაიგონა. მაგრამ რაღაცამ შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ნინო იყო ნდობის ფიგურა მის ცხოვრებაში წლების განმავლობაში, ახლა დარწმუნებული არ იყო, ვის შეეძლო ნამდვილად ნდობა. კარგად ვარ, იცრუა გელამ. ცოტა დაღლილი ვარ. საპრეზიდენტო აპარტამენტის ჯაკუზიმ უფრო მეტი პრობლემა შემიქმნა, ვიდრე ველოდი. ნინომ ერთხანს ჩააცქერდა, თითქოს შეეძლო მისი ტყუილის დანახვა. შემდეგ ამოიოხრა. გელა, ვიცი, რომ რაღაცები რთული ყოფილა შენთვის ამ ბოლო თვეების განმავლობაში. და ვიცი, რომ შენიშნავდი. უჩვეულო რაღაცებს რეზორტში, ნინომ პაუზა გააკეთა, თითქოს ფრთხილად არჩევდა თავის შემდეგ სიტყვებს. მხოლოდ მინდა იცოდე, რომ აქ ვარ შენთვის. თუ გჭირდება საუბარი ან თუ აღმოაჩენ რამეს, რაც გაწუხებს, შეგიძლია ჩემთან მოხვიდე. მამა შენი მენდობოდა და იმედი მაქვს შენც შეგიძლია. გელამ დანაშაულის გრძნობა იგრძნო, რომ არ ენდობოდა სრულად ნინოს. მაგრამ მისი ინსტინქტი ეუბნებოდა, რომ სიფრთხილე გამოეჩინა. გმადლობ, ნინო, თქვა ბოლოს. ვაფასებ ამას. და თუ რამე იქნება, რაც უნდა განვიხილო, გეცოდინება. ნინომ თავი დაუქნია, თუმცა გელამ შეამჩნია იმედგაცრუების კვალი მის თვალებში. კარგი. უბრალოდ. ფრთხილად იყავი, კარგი. და გახსოვდეს, მარტო არ ხარ ამაში. ამ იდუმალი სიტყვებით, ნინო გავიდა ოფისიდან და დატოვა გელა უფრო მეტი კითხვით, ვიდრე ადრე. დღის დანარჩენი ნაწილი ბურუსში გავიდა გელასთვის. თავის დავალებებს ავტომატურად ასრულებდა, მისი გონება მუდმივად უბრუნდებოდა დოკუმენტებს, რომლებიც ნახა საპრეზიდენტო აპარტამენტში და ნინოს სიტყვებს. იცოდა, რომ რაღაც დიდის აღმოჩენის ზღვარზე იყო, რაღაცის, რამაც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რაც ეგონა, რომ იცოდა მამამისის რეზორტისა და მის გარშემო მყოფი ადამიანების შესახებ. იმ ღამით, სანამ დასაძინებლად ემზადებოდა, გელამ გადაწყვეტილება მიიღო? არ შეეძლო პასიური დამკვირვებელი ყოფილიყო? სჭირდებოდა უფრო საფუძვლიანად გამოეძია, აღმოეჩინა სიმართლე ლურჯი სამოთხის საიდუმლოების უკან. მაგრამ ასევე იცოდა, რომ სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. თუ მართლა იყო შეთქმულება მიმდინარე, ნებისმიერი შეცდომა შეიძლებოდა სახიფათო ყოფილიყო. დაძინებისას ელენეს სახე გამოჩნდა მის გონებაში. ფიქრობდა, რას იფიქრებდა ის, თუ ეცოდინებოდა სიმართლე, ვინ იყო ის ნამდვილად. განსხვავებულად შეხედავდა, გაიგებდა, რატომ შეინახა თავისი ნამდვილი ვინაობა საიდუმლოდ. ამ ფიქრებით თავში, გელა შევიდა არამშვიდ ძილში, არ იცოდა, რომ მომავალი დღეები მოიტანდა გამოწვევებსა და გამოცხადებებს, რომლებიც გამოცდიდა არა მხოლოდ მის გადაწყვეტილებას, არამედ მის გულსაც. მეორე დილას, გელა გაიღვიძა ახალი გადაწყვეტილებით. აპირებდა, ჩასულიყო იმის ფსკერზე, რაც ხდებოდა ლურჯ სამოთხეში, მიუხედავად რისკებისა. მაგრამ იცოდა, რომ დახმარება დასჭირდებოდა ვინმე, ვისაც სრულად ენდობოდა. სანამ თავის დილის დავალებებს ასრულებდა, გელა ყურადღებით აკვირდებოდა ელენეს. მან იპოვა იგი სადილის შესვენებისას, მარტო იჯდა პერსონალის კაფეტერიის მაგიდასთან მცხვირი ჩაყოფილი ბუღალტერიის წიგნში. ხომ არ გაწუხებ, თუ შემოგიერთდები, იკითხა გელამ ლანგრით ხელში. ელენე მაიხედა და გაიღიმა, ის თბილი ჟესტი, რომელიც ყოველთვის ახტუნავებდა გელას გულს. რა თქმა უნდა, არა. ყოველთვის სასიამოვნოა კომპანია, რომელიც არ მთხოვს აუხსნა განსხვავება დებეტსა და კრედიტს შორის. გელამ გაიცინა, სანამ დაჯდებოდა. კარგი, ვერ დაგპირდები, რომ არ გკითხავ ამას ოდესმე. ჩემი ცოდნა ბუღალტერიაში საკმაოდ შეზღუდულია. ო, რას ამბობ, გახუმრდა ელენე. დარწმუნებული ვარ, რომ ჭკვიანი ბიჭი შენსავით სწრაფად ისწავლიდა, რომ მოენდომებინა. ერთი მომენტით, გელამ განიხილა, ეთქვა თუ არა ყველაფერი ელენესთვის სწორედ ახლა. მაგრამ იცოდა, რომ ეს არ იყო სწორი ადგილი ან დრო. მის ნაცვლად გადაწყვიტა ნიადაგი მოესინჯა. ელენე, დაიწყო, ხმას დაუწია, შენიშნე რამე. უცნაური ბოლო დროს რეზორტში?
რამე, რაც უადგილოდ მოგეჩვენა? ელენეს ღიმილი გაქრა, შეცვალა შეშფოთების გამომეტყველებამ. რატომ მეკითხები, უპასუხა მან, ასევე დაბალი ხმით. გელამ მიმოიხედა, რომ დარწმუნებულიყო, არავინ უსმენდა. გავიგონე რაღაცები, ვნახე სხვა რაღაცები. გონია, რომ რაღაც არ არის სწორი აქ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რა? ელენე შეყოყმანდა ერთი მომენტით, სანამ უფრო ახლოს მიიწევდა. ახლა როცა ახსენე. შევნიშნე რამდენიმე შეუსაბამობა ფინანსურ ჩანაწერებში, რომლებსაც ვსწავლობდი ჩემი გაძლიერებული ბუღალტერიის კლასისთვის. თავიდან ვფიქრობდი, რომ ჩემი შეცდომა იყო, მაგრამ რაც უფრო ვუყურებ, უფრო მწმუნდები, რომ რაღაც არ არის სწორი. გელას გული აჩქარებით უცემდა. აი დადასტურება, რომელიც სჭირდებოდა, რომ არ წარმოიდგენდა რაღაცეებს. ელენე, თქვა გელამ, მისი ხმა მხოლოდ ჩურჩული იყო, გონი, უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, მაგრამ არა აქ. შეგვიძლია შევხვდეთ სამუშაოს შემდეგ. რაიმე პირად ადგილას. ელენემ ერთხანს ჩააცკერდა, თითქოს აფასებდა, შეეძლო თუ არა მისი ნდობა. ბოლოს თავი დაუქნია. არის პატარა ყურე მთავარი პლაჟის სამხრეთით. თითქმის არავინ დადის იქ. შეგვიძლია იქ შევხვდეთ მზის ჩასვლისას. შესანიშნავი, თქვა გელამ, გრძნობდა შვების და მოლოდინის ნაზავს. იქ შეგხვდები. სწორედ იმ მომენტში ირაკლი ლომიძე შემოვიდა კაფეტერიაში. მისი თვალები მოკლედ შეჩერდა გელასა და ელენეზე, ეჩვის გამომეტყველება გაირბინა მისმა სახემ, სანამ მომსახურების რიგისკენ გაემართებოდა. გელამ და ელენემ გაცვალეს მნიშვნელოვანი მზერა, სანამ დაუბრუნდებოდნენ თავიანთ სადილებსა და ტრივიალურ საუბრებს. მაგრამ ორივე მიცოდა, რომ იმ საღამოს, იმ მარტოხელა ყურეში, ყველაფერი შეიძლებოდა შეცვლილიყო. დღის დანარჩენი ნაწილი მოლოდინის ბურუსში გავიდა გელასთვის. თავის დავალებებს მექანიკურად ასრულებდა, მისი გონება დაკავებული იყო იმით, რა შეიძლებოდა აღმოეჩინა იმ საღამოს. როდესაც ბოლოს და ბოლოს მოვიდა მზის ჩასვლა, ის გაიპარა რეზორტიდან და გაემართა ყურისკენ, რომელიც ელენემ ახსენა. იქ იპოვა იგი, კლდეზე მჯდარი, სხვას უყურებდა. ჩამავალი მზის სინათლე მის სახეს ოქროსფერი ტონებით ანათებდა და ერთი მომენტით გელას სუნთქვა შეეკრა მისი სილამაზისგან. ელენე დაუძახა რბილად, როგორც კი მიუახლოვდა. ის შემობრუნდა და გაუღიმა, თუმცა გელამ შეამჩნია დაძაბულობა მის თვალებში. ო, გამარჯობა გელა. მიხარია, რომ მოხვედი. გელა დაჯდა მის გვერდით კლდეზე, მათი მხრები თითქმის ეხებოდა. ერთხანს ორივე ჩუმად იყო, უყურებდნენ ტალღებს, რომლებიც ნაპირს ეხეთქებოდა. და მაინც თქვა ელენემ ბოლოს, რა ხდება ნამდვილად, გელა? რადგან მგონია, რომ უფრო მეტი იცი, ვიდრე ამბობ. გელამ ღრმად ჩაისუნთქა. ეს იყო მომენტი. იცოდა, რომ როგორც კი დაიწყებდა ლაპარაკს, უკან დაბრუნება აღარ იქნებოდა, უბრუნდა, რომ პირდაპირ შეეხედა მის თვალებში, სანამ რამეს გეტყვი, უნდა იცოდე, რომ გენდობი. რასაც ახლა გეტყვი. შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. და მჭირდება ვიცოდე, რომ შემიძლია შენზე დაყრდნობა. ელენემ ჩახედა მას, მისი გამომეტყველება ცნობის მოყარეობისა და შეშფოთების ნაზავი იყო. გელა, ცოტა მაშინებ. მაგრამ დიახ, შეგიძლია მენდო. რაც არ უნდა ხდებოდეს, აქ ვარ დასახმარებლად. გელამ ღრმად ჩაისუნთქა. ახლა ან არასდროს. ჩემი სახელი არ არის გელა, თქვა ბოლოს. მე ვარ გიორგი ბერიძე, ვახტანგ ბერიძის შვილი, რეზორტის მფლობელის. ელენე პირღია დარჩა, მისი თვალები ფართოდ გაიხსნა გაოცებისა და ურწმუნოებისგან. და მაგრამ როგორ? რატომ? გიორგი დაიწყო ყველაფრის მოყოლა, მამის გარდაცვალება ანდერძი, პირობა იმუშაოს 6 თვე რეზორტში ცრუ ვინაობის ქვეშ. როდესაც საუბრობდა, დაინახა ემოციების სერია ელენეს სახეზე, გაოცება, დაბნეულობა და ბოლოს გაგება. ასე რომ, მთელი ეს დრო ჩაიბუტბუტა ელენემ, როდესაც გიორგიმ დაასრულა თავისი ახსნა, წუხარ რომ მოგატყვე, თქვა გიორგიმ გულწრფელად. არასდროს ყოფილა ჩემი განზრახვა ვინმეს დაზიანება, განსაკუთრებით შენი. მაგრამ მჭირდებოდა ჩემი შენიობის შენარჩუნება. ელენე ერთხანს ჩუმად დარჩა, ყველა ინფორმაციას ამუშავებდა. ბოლოს შეხედა გიორგის ახალი გადაწყვეტილებით თვალებში. კარგი, გე. კარლო. არა, გიორგი, თქვა თავს ისწორებდა. მესმის, რატომ გააკეთე ეს? და ახლა მესმის, რატომ იყავი ასე დაინტერესებული რეზორტის უწესრიგობებით? რა აღმოაჩინე? გიორგი მიგრძნო შვების ტალღა, როდესაც დაინახა, რომ ელენე არ უარყოფდა მას.
მოუყვა დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ნახა საპრეზიდენტო აპარტამენტში, საეჭვო საუბრები, რომლებიც გაიგონა და მისი ეჭვები ირაკლი ლომიძის შესახებ. გონია, რომ ვიღაც გადაარიცხავს რეზორტის თანხებს და ასკვნა გიორგიმ. და ვეჭვობ, რომ ირაკლი რაღაცნაირად არის ჩართული. მაგრამ მჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, სანამ რამეს გავაკეთებ ამის შესახებ. ელენემ თავი დაუქნია, მისი ბუღალტრის გონება უკვე მუშაობდა ამის შედეგებზე. შეუსაბამობები, რომლებიც შევნიშნე ფინანსურ ჩანაწერებში. ახლა ყველაფერი აზრს იძენს. გიორგი, მგონი შემიძლია დაგეხმარო ფულის კვალის მიდევნებაში. თუ ერთად ვიმუშავებთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რა ხდება ნამდვილად. გიორგი მიგრძნო მადლიერებისა და სიყვარულის ტალღა ელენეს მიმართ. ამას გააკეთებდი. ვიცი, რომ ბევრს ვთხოვ და შეიძლება სახიფათო იყოს. რა თქმა უნდა, გავაკეთებ, შეაწყვეტინა ელენემ მტკიცედ, ეს რეზორტი ასობით ადამიანს აძლევს სამსახურს. თუ ვინმე იპარავს ანაკეთებს რაიმე უკანონოს, უნდა შევაჩეროთ. გარდა ამისა, დაამატა პატარა ღიმილით, ყოველთვის მინდოდა, ყოფილიყავი ერთგვარი დეტექტივი ბუღალტერი. გიორგიმ ვერ შეძლო არ გაეღიმა მისი ენთუზიაზმის გამო. გმადლობ, ელენე. არ იცი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის შენი მხარდაჭერა. ერთი მომენტით ისინი უყურებდნენ ერთმანეთის თვალებს და გიორგი მიგრძნო, რომ რაღაც იცვლებოდა მათ შორის. ის უკვე აღარ იყო უბრალოდ გელა, ტექნიკური პერსონალის ბიჭი, არამედ გიორგი ბერიძე, ყველა სიმძიმითა და პასუხისმგებლობით, რასაც ეს გულისხმობდა. მაგრამ ელენეს თვალებში დაინახა, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. ის ხედავდა მას ისეთს, როგორიც ნამდვილად იყო. სწორედ როდესაც ჩანდა, რომ მომენტი შეიძლებოდა რაღაც მეტში გადაზრდილიყო, ხმაურმა ახლომდებარე ბუჩქებში შეაშფოთა ისინი. ორივე ნახტომით წამოდგა, შეშფოთებით მიმოიხედეს. რა იყო ეს? ჩაიჩურჩულა ელენემ. არ ვიცი, უპასუხა გიორგიმ დაბალი ხმით. მაგრამ მგონი უმჯობესია წავიდეთ. არ შეგვიძლია რისკი, რომ ვინმემ შეიძლება გამოგყვა. სწრაფად მათ დატოვას ყურე და დაბრუნდნენ რეზორტში სხვადასხვა გზით, შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ მეორე დღეს, რათა სერიოზულად დაეწყოთ გამოძიება. იმ ღამით, სანამ გიორგი ემზადებოდა დასაძინებლად თავის პატარა თანამშრომლების ოთახში, მისი გონება ტრიალებდა ყველაფერზე, რაც მოხდა. მან გაამჟღავნა თავისი ნამდვილი ვინაობა ელენესთან და მან არა მხოლოდ მიიღო, არამედ შესთავაზა მას დახმარება. იგრძნო აღფრთოვანებისა და შიშის ნაზავი იმის შესახებ, რაც მოხდებოდა შემდეგ. მაგრამ ასევე იყო ახალი შეშფოთება, ხმაური ბუჩქებში იყო უბრალოდ ცხოველის, თუ ვინმე უთვალთვალებდა მათ. აზრმა, რომ მისი საიდუმლო შეიძლება აღმოჩენილიყო, შეაშფოთა. დაძინებისას გიორგიმ ვერ გაიგო, რომ მეორე დღის მოვლენები გამოცდიდა არა მხოლოდ მის გადაწყვეტილებას, არამედ მის მზარდ ურთიერთობას ელენესთანაც. მეორე დილა გათენდა მოღრუბლული, თითქოს წაასახავდა დაძაბულობას, რომელსაც გიორგი გრძნობდა. სწრაფად ჩაიცვა ტექნიკური პერსონალის უნიფორმა, უფრო მეტად გააცნობიერა, ვიდრე ოდესმე, თავისი როლი როგორც დგელა. ყოველი ურთიერთობა, ყოველი მზერა, ახლა ახალი მნიშვნელობით დატვირთული ჩანდა. საუზმის დროს პერსონალის კაფეტერიაში, გიორგი მზერით მოძებნა ელენე. იპოვა ოფიციანტების ჯგუფთან მჯდომი, იცინოდა და საუბრობდა, თითქოს არაფერი შეცვლილიყო. მაგრამ როდესაც მათი თვალები ხანმოკლედ შეხვდა, გიორგიმ შეამჩნია თანამონაწილეობა მის მზერაში. ახლა მათ ჰქონდათ გაზიარებული საიდუმლო კავშირი, რომელიც ცდებოდა მათ როლებს რეზორტში. სწორედ როდესაც გიორგი აპირებდა ელენესთან მისვლას, რომ შეთანხმებულიყვნენ შეხვედრის დროზე, ირაკლი ლომიძე შემოვიდა კაფეტერიაში. გენერალური მენეჯერი ჩვეულებრივზე უფრო დაძაბული ჩანდა, მისი თვალები ათვალიერებდა ოთახს, თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა. ირაკლის მზერა შეჩერდა გიორგიზე და ერთი მომენტით, თითქოს შეისწავლიდა შემაშფოთებელი ინტენსივობით. გიორგი მიგრძნო, რომ გული აუჩქარდა. ნუ თუ ირაკლი რაღაცას ეჭვობდა? სანამ მეც იფიქრებდა ამაზე, მარტინი, ტექნიკური პერსონალის უფროსი, მიუახლოვდა გიორგის. გელა, მჭირდება, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე, თქვა მარტინმა, მისი ტონი უჩვეულოდ სერიოზული იყო. ბატონ ლომიძეს უნდა გნახოს თავის ოფისში. ახლავე. გიორგი მიგრძნო, რომ კუჭი აეცვა. რატომ უნდოდა ირაკლის მისი ნახვა? აღმოაჩინა მისი ნამდვილი ვინაობა? სანამ მარტინს მიჰყვებოდა კაფეტერიიდან გარეთ, გიორგიმ უკანასკნელი მზერა ესროლა ელენეს. ის უყურებდა შეშფოთებით და გიორგიმ უნდა შეეკავებინა იმპულსი, რომ გაქცეულიყო მასთან და ეთქვა რა ხდებოდა. გზა ირაკლის ოფისისკენ უსასრულოდ მოეჩვენა.
გიორგიმ გონებაში გაიარა ყველა ურთიერთობა, რაც ჰქონია ბოლო დღეებში, ცდილობდა გაეხსენებინა, ხომ არ დაუშვა რაიმე შეცდომა, რამაც შეიძლება გაემჟღავნებინა მისი საიდუმლო. ბოლოს მიაღწიეს ირაკლის ოფისის შთამბეჭდავ კარს. მარტინმა დააკაკუნა და მოკლეა, შემოდით მოსმენის შემდეგ შიგნიდან გააღო კარი. აქ არის გელა, ბატონო ლომიძე, თქვა მარტინმა. გმადლობთ, მარტინ. შეგიძლია წახვიდე, უპასუხა ირაკლიმ, არ უყურებდა რა მაგიდაზე დაწყობილი ქაღალდებიდან. მარტინმა თავი დაუქნია და გავიდა, დახურა კარი და დატოვა გიორგი მარტო ირაკლისთან. ერთი მომენტით სიჩუმე მაავსო ოთახი. ირაკლი განაგრძობდა თავისი ქაღალდების გადახედვას, თითქოს გიორგი იქ არ იყო. ბოლოს, როგორც ჩანდა მარადისობის შემდეგ, ირაკლი მაიხედა. გელა, თქვა მან, მისი ხმა ცივი და გამოთვლილი. გაკვირდებოდი. გიორგი მიგრძნო, რომ გული გაუჩერდა ერთი მომენტით. შეეცადა ნეიტრალური გამომეტყველება შეენარჩუნებინა, როცა უპასუხა, ბატონო. ირაკლი გადაწვა სავარძელში, მისი თვალები მიმაგრებული გიორგიზე. კარგად მუშაობ. ეფექტურად, დისკრეტულად. ისეთი ტიპის თანამშრომელი, რომელსაც ვაფასებთ აქ ლურჯ სამოთხეში. გიორგი მიგრძნო შვებისა და დაბნეულობის ნაზავი. ნუ თუ ეს მართლა მხოლოდ მისი სამუშაოს შესრულების შესახებ იყო? გმადლობთ, ბატონო, უპასუხა გიორგიმ, ცდილობდა მადლიერი ყოფილიყო, მაგრამ არა ზედმეტად აღფრთოვანებული. თუმცა განაგრძო ირაკლიმ, მისი ტონი უფრო მკვეთრი გახდა, ასევე შევნიშნე, რომ გაქვს უჩვეულო ცნობის მოყვარეობა საკითხებისადმი, რომლებიც შენი პასუხისმგებლობის სფეროს გარეთაა. შვება, რომელიც გიორგი მიგრძნო, ისიერად აორთქლდა. ირაკლი აკვირდებოდა მას და არა მხოლოდ მის მუშაობას. არ ვიცი, რას გულისხმობთ, ბატონო, თქვა გიორგიმ, ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ირაკლი გადაიხარა წინ, მისი თვალები არასდროს ტოვებდა გიორგის. ნება მომეცი, ნათელი ვიყო, გელა. ლურჯი სამოთხე არის როგორც დიდი ოჯახი. და ოჯახში ყველა წევრს აქვს თავისი ადგილი და თავისი პასუხისმგებლობები. არ მოგწონს, როდესაც ვინმე გადადის თავის ადგილს. ირაკლის სიტყვებში ნაგულისხმევი მუქარა ნათელი იყო. გიორგი მიგრძნო ჟუანტელი ზურგზე, მაგრამ მტკიცედ დარჩა. მესმის, ბატონო, უპასუხა. მხოლოდ აქ ვარ, რომ ჩემი სამუშაო რაც შეიძლება კარგად შევასრულო. ირაკლიმ კიდევ ერთხანს შეისწავლა, სანამ ნელა თავს დაუქნევდა. კარგი. მიხარია, რომ გავიგეთ ერთმანეთი. შეგიძლია წახვიდე. გიორგი გავიდა ოფისიდან კანკალით ფეხებზე. ნათელი იყო, რომ ირაკლი რაღაცას ეჭვობდა, თუმცა შესაძლოა ზუსტად არ იცოდა რას. სიტუაცია უფრო სახიფათო ხდებოდა, ვიდრე მას წარმოედგინა. სანამ თავის დავალებებისკენ ბრუნდებოდა, გიორგიმ დაინახა ელენე დერეფანში. ის შეშფოთებით შეხედა, აშკარად უნდოდა სცოდნოდა რა მოხდა. გიორგიმ ნაზად გააქნია თავი, ანიშნებდა, რომ არ იყო უსაფრთხო იქ სალაპარაკოდ. მოგვიანებით იმ დღეს, შესვენების დროს, გიორგიმ მოახერხა ელენეს შეხვედრა რეზორტის ბაღების მშვიდ კუთხეში. რა მოხდა, იკითხა ელენემ დაბალი ხმით, შეშფოთება თვალსაჩინო იყო მის ხმაში. ირაკლი რაიმეს ეჭვობს? გიორგიმ სწრაფად მოუყვა უცნაური საუბრის შესახებ ირაკლის ოფისში. არ მგონია იცოდეს, ვინ ვარ ნამდვილად, დაასკვნა, მაგრამ ნამდვილად ეჭვობს, რომ რაღაცას ვიძიებ. ელენემ შუბლი შეჭმუხნა. ეს სახიფათოა, გიორგი. იქნებ უნდა შევჩერდეთ. არა, შეაწყვეტინა გიორგიმ მტკიცედ, ახლა ვერ შევჩერდებით. თუ ირაკლი ჩართულია რაიმე უკანონოში, უნდა აღმოვაჩინოთ. რეზორტის სიკეთისთვის, მამა ჩემის მემკვიდრეობისთვის. ელენემ ერთხანს უყურა, სანამ ნელა თავს დაუქნევდა. მართალი ხარ. მაგრამ უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ. არ შეგვიძლია ირაკლის ნება მივცეთ, რომ დაგვიჭიროს. ვეთანხმები, თქვა გიორგიმ. უნდა დავაჩქაროთ ჩვენი გამოძიება. ელენე, როგორ ფიქრობ, შეძლებ უფრო მეტ ფინანსურ ჩანაწერებთან წვდომას? გვჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები. შემიძლია ვცადო, უპასუხა ელენემ. არის რამდენიმე ფაილი ბუღალტერიის ოფისში, რომლებიც შეიძლება გამოგვადგეს. მაგრამ არ იქნება ადვილი მათთან წვდომა ეჭვების გარეშე. დამაცადე გეგმაზე ვიფიქრო, თქვა გიორგიმ. ამასობაში ნორმალურად მოიქეცი. არ გვინდა, რომ ირაკლიმ შენზეც იეჭვოს. სწორედ როდესაც აპირებდნენ დაშორებას, გიორგიმ აიღო ელენეს ხელი. ფრთხილად იყავი, კარგი. თუ რამე დაგემართა ჩემი მიზეზით მე.
ელენემ მხნეობის მომცემი ხელის ჩამორთმევით უპასუხა: კარგად ვიქნები. ერთად ვარ თამაში, გახსოვს? უკანასკნელი თანამონაწილეობის მზერით ისინი დაშორდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ შესაბამის სამუშაოებს. იმ ღამით, სანამ გიორგი იწვა თავის საწოლზე, მისი გონება ტრიალებდა გეგმებითა და შეშფოთებებით. ირაკლისთან საუბარმა უფრო შეარყია, ვიდრე უნდოდა ეღიარებინა. იცოდა, რომ სახიფათო თამაშს თამაშობდნენ, მაგრამ ასევე იცოდა, რომ ახლა ვერ შეჩერდებოდა. დაძინებისას გიორგიმ ვერ გაიგო, რომ მომდევნო დღის მოვლენები გამოცდიდა არა მხოლოდ მის სიმამაცეს, არამედ მის მზარდ ურთიერთობას ელენესთანაც. ლურჯი სამოთხის საიდუმლო მალე ბევრად უფრო რთული გახდებოდა. და სახიფათო. მეორე დილა გათენდა ხელშესახები დაძაბულობით ლურჯი სამოთხის რეზორტის ჰაერში. გიორგი ჯერ კიდევ გელას ვინაობის ქვეშ გაიღვიძა განთიადამდე, მისი გონება უკვე მუშაობდა იმ გეგმის დეტალებზე, რომელიც ღამის განმავლობაში შეიმუშავა. სანამ ტექნიკური პერსონალის უნიფორმას იცვამდა, გონებაში გაიარა ყოველი ნაბიჯი. იცოდა, რომ ის, რასაც აპირებდა, სარისკო იყო, მაგრამ ასევე იცოდა, რომ არ ჰქონდა სხვა არჩევანი, თუ უნდოდა სიმართლის აღმოჩენა იმის შესახებ, რაც ხდებოდა მამამისის რეზორტში. ოთახიდან გამოსვლისას პირისპირ შეხვდა ლევანს, მთავარ ბუღალტერს. კაცი ნერვიულად ჩანდა, მისი თვალები სწრაფად გადაადგილდებოდა დერეფნის ერთი მხრიდან მეორეზე. დილა მშვიდობისა, ლევან, მიესალმა გიორგი, ცდილობდა ყოველდღიური ტონის შენარჩუნებას. ლევანი შეკრთა, თითქოს არ შეემჩნია გიორგის ყოფნა იმ მომენტამდე. ო, დილა მშვიდობისა. გელა, ხომ? გიორგიმ თავი დაუქნია, ამჩნევდა ყოფილს, რომელიც ლევანის შუბლზე ბრწყინავდა. კარგად ხართ? ცოტა. აღელვებული ჩანხართ. ნე. არა, კარგად ვარ, სწრაფად უპასუხა ლევანმა, მისი ხმა ჩვეულებრივზე ოდნა უფრო მაღალი. უბრალოდ. ბევრი სამუშაო, იცი. ციფრები თავისით არ ჯდება, ნერვიული სიცილით ლევანი სწრაფად გაშორდა, დატოვა გიორგი შეშფოთების გრძნობით. ეს მოკლე ურთიერთობა მხოლოდ გააძლიერა გიორგის რწმენა, რომ რაღაც ნამდვილად არ იყო სწორი ლურჯ სამოთხეში. განახლებული გადაწყვეტილებით გაემართა პერსონალის კაფეტერიისკენ საუზმისთვის და მისი გეგმის პირველი ფაზის ამოქმედებისთვის. კაფეტერიაში გიორგი მზერით მოძებნა ელენე. იპოვა იგი მარტო მჯდომი კუთხის მაგიდასთან ჩაძირული ბუღალტერიის წიგნში. მაგრამ როდესაც გიორგი მიუახლოვდა, შეამჩნია დაძაბულობა მის მხრებში და როგორ არ მოძრაობდნენ მისი თვალები გვერდზე. დილა მშვიდობისა, თქვა გიორგიმ დაბალი ხმით, სანამ მის წინ დაჯდებოდა. ელენემ აიხედა, პატარა ღიმილი გაჩნდა მის ტუჩებზე გიორგის დანახვაზე. დილა მშვიდობისა, გე. გიორგი უპასუხა, სწრაფად შეასწორა თავი და ხმა კიდევ უფრო დაბლა დაუწია. მზად ხარ? იკითხა გიორგიმ, მისი ხმა ძლივს ისმოდა საუბრების ბუტბუტზე გარშემო. ელენემ თავი დაუქნია, დახურა წიგნი. ისე მზად, როგორც შეიძლება ვიყო კორპორატიული დანაშაულის ჩასადენად, უპასუხა ნერვიული სიცილით. გიორგიმ გაუწოდა ხელი მაგიდაზე, ხან მოკლედ დაფარა ელენეს ხელი. გახსოვდეს, თუ ოდესმე იგრძნობ, რომ ზედმეტად სარისკოა, შეგიძლია უკან დაიხიო. არ მინდა საფრთხეში ჩაგაგდო. ელენეს თვალები დარბილდა ჟესტზე. ერთად ვარ თამაში, გიორგი. ახლა უკან არ დავიხევ. სწორედ იმ მომენტში ირაკლი ლომიძე შემოვიდა კაფეტერიაში, მისი მკაცრი მზერა დარბაზს ათვალიერებდა, სანამ გიორგისა და ელენეზე არ შეჩერდა. ერთი მომენტით გიორგის შეეშინდა, რომ ირაკლი მათთან მივიდოდა, მაგრამ გენერალურმა მენეჯერმა უბრალოდ შეავიწროვა თვალები, სანამ მომსახურების რიგისკენ გაემართებოდა. დროა, ჩაიჩურჩულა გიორგიმ. გახსოვდეს გეგმა. მე შევქმნი განგაშს რეზორტის აღმოსავლეთ ფრთაში. ეს უნდა დაკავებული გახადოს უსაფრთხოების პერსონალის უმეტესობა. გექნება დაახლოებით 15 წუთი, რომ შეხვიდე ბუღალტერიის ოფისში და მიიღო ფაილები, რომლებიც გვჭირდება. ელენემ თავი დაუქნია, მისი გამომეტყველება გადაწყვეტილებისა და ნერვიულობის ნაზავი იყო. ფრთხილად იყავი, გიორგი. და წარმატებას გისურვებ. უკანასკნელი თანამონაწილეობის მზერით ორივე წამოდგა და გაემართა თავიანთი შესაბამისი პოზიციებისკენ, გააცნობიერეს, რომ მომდევნო წუთებმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. გიორგი გაემართა რეზორტის აღმოსავლეთ ფრთისკენ, გული ძლიერად უცემდა მკერდში. იცოდა, რომ ის, რასაც აპირებდა, საფრთხეში ჩააგდებდა მის შენიღბას, მაგრამ ეს რისკი იყო, რომელიც მზად იყო გაეცია. როდესაც მიაღწია აღმოსავლეთ ფრთის მთავარ დერეფანს, გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა და მოემზადა. შემდეგ სწრაფი მოძრაობით ჩართო ხანძრის განგაში.
ეფექტი მყისიერი იყო. სირენები აყვირდა მთელ რეზორტში და რამდენიმე წამში დერეფანი აივსო დაბნეული სტუმრებითა და აჩქარებული პერსონალით. გიორგიმ დაიწყო ხალხის მიმართვა საგანგებო გასასვლელებისკენ, იდეალურად ასრულებდა პასუხისმგებელი თანამშრომლის როლს. გთხოვთ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაემართეთ გასასვლელებისკენ, ყვიროდა გიორგი განგაშის ხმაზე. ეს მხოლოდ სიფრთხილეა, მაგრამ გვჭირდება ყველა შენობის ევაკუაცია. სანამ ქაოსი ვითარდებოდა მის გარშემო, გიორგი ვერ შეძლო არ ეფიქრა ელენეზე. იმედი ჰქონდა, რომ განგაში საკმარისი იქნებოდა, რომ მიეცა დრო, რომელიც სჭირდებოდა ბუღალტერიის ფაილებთან წვდომისთვის. რეზორტის მეორე ბოლოში ელენე მისარგებლა დაბნეულობით, რომ შეპარულიყო ბუღალტერიის ოფისში. კანკალით ხელებით დაიწყო დოკუმენტების საქაღალდეებში ძებნა, გააცნობიერა, რომ ყოველი წამი ითვლებოდა. მოდი, ჩურჩულებდა თავისთვის, სანამ სწრაფად ფურცლავდა დოკუმენტებს. უნდა იყოს აქ სადღაც. ბოლოს მისი თვალები დაეცა საქაღალდეს, დასათაურებულს სპეციალური ინვესტიციები. გულის ძლიერი ცემით ელენემ გახსნა საქაღალდე და დაიწყო მისი შინაარსის სკანირება. რაც ნახა, სუნთქვა შეაკავებინა. იქ იყო ჩანაწერები ოფშორულ ანგარიშებზე გადარიცხვების გაყალბებული ანგარიში ფაქტურების და რაც ჩანდა როგორც ქრთამები შენიღბული საკონსულტაციო ხარჯებად. ეს უარესი იყო, ვიდრე მას და გიორგის წარმოედგინათ. სწრაფად ელენემ ამოიღო თავისი ტელეფონი და დაიწყო ყველაზე მამხილებელი დოკუმენტების ფოტოების გადაღება. იმდენად კონცენტრირებული იყო თავის დავალებაზე, რომ ვერ გაიგონა კარის გაღება მის უკან. აჰა. რა გვაქვს აქ? ელენე გაიყინა, შიშმა აიარა ზურგზე ყინულის კუბივით. ნელა შემობრუნდა და პირისპირ აღმოჩნდა ირაკლი ლომიძესთან. გენერალური მენეჯერი იდგა კარში, ცივი ღიმილით სახეზე. ელენე, ძვირფასო. არ ველოდი შენს აქ ნახვას. განსაკუთრებით საგანგებო ევაკუაციის დროს. ელენემ შეეცადა შეენარჩუნებინა სიმშვიდე, მისი გონება ცხარედ მუშაობდა, რომ ეპოვა დამაჯერებელი მიზეზი. ბატონო ლომიძე, მე ვეძებდი რამდენიმე ფაილს, რომლებიც მჭირდებოდა ჩემი ბუღალტერიის კლასისთვის. მთელი ამ დაბნეულობით ვიფიქრე, რომ კარგი დრო იქნებოდა. დაზოგე შენი მიზეზები, შეაწყვეტინა ირაკლიმ, მისი ხმა მკვეთრი როგორც დანა, ორივემ ვიცით, რომ ეს არ არის სიმართლე. კითხვა ისაა, რას ვაპირებ ახლა შენთან დაკავშირებით. ელენეს შიში გადაიქცა გადაწყვეტილებად. არ აპირებდა ირაკლის დაეშინებინა. რაც აქ ხდება, უკანონოა, ბატონო ლომიძე. ვერ გაიქცევით ამას. ირაკლიმ გაიცინა უსიხარულო ხმა, რომელმაც ელენე შეაკრთო. ო, ჩემო ძვირფასო ელენე. წარმოდგენა არ გაქვს რა შეერევი. ეს ცდება შენ, მე თვით რეზორტსაც კი. ერთი ნაბიჯით წინ წამოვიდა, მისი გამომეტყველება მუქარის შემცველი გახდა. ახლა მომცემ ამ ტელეფონს და გვექნება გრძელი საუბარი შენს მომავალზე ამ რეზორტში. და შესაძლოა შენს მომავალზე საერთოდ. ელენე უკან დაიხია, მისი ზურგი შეეჯახა საქაღალდეებს. იყო გამოჭერილი და იცოდა ამას. მაგრამ სწორედ როდესაც ფიქრობდა, რომ ყველაფერი დაკარგული იყო, ნაცნობი ხმა გაიგონა დერეფნიდან. ელენე, აქ ხარ? საჭიროა ევაკუაცია. ეს იყო გიორგი. ელენეს არასდროს ყოფილა ასე ბედნიერი მისი ხმის გაგონებით. ირაკლიმ ჩაიბუტბუტა წყევლა. ეს არ დასრულებულა ჩაისისინა, სანამ შემობრუნდებოდა და სწრაფად გავიდოდა ოფისიდან, სწორედ მაშინ, როდესაც გიორგი გამოჩნდა კარში. ელენე. რა? დაიწყო გიორგიმ, მაგრამ შეწყვიტა, როდესაც დაინახა პანიკის გამომეტყველება ელენეს სახეზე. რა მოხდა? ირაკლი, მოახერხა თქმა ელენემ, მისი ხმა კანკალებდა. დამიჭირა. გიორგი, იცის, რომ ვიძიებთ. უნდა წავიდეთ აქედან. ახლავე. წამის დაკარგვის გარეშე, გიორგიმ აიღო ელენეს ხელი და გაიყვანა ოფისიდან. ერთად გაიქცნენ რეზორტის დერეფნებში, შეერივნენ ადამიანების უკანასკნელ ჯგუფებს, რომლებიც შენობიდან ევაკუირდებოდნენ. ერთხელ გარეთ რეზორტის ბაღების შედარებით უსაფრთხო ადგილას, გიორგიმ ელენე განცალკევებულ კუთხეში წაიყვანა, ცნობის მოყვარე ყურებისგან შორს. კარგად ხარ? იკითხა, მისი თვალები ათვალიერებდა ელენეს სახეს დაზიანების ნიშნების საძიებლად. ელენემ თავი დაუქნია, ჯერ კიდევ ოდნავ კანკალებდა. კარგად ვარ. შეშინებული, მაგრამ კარგად, შემდეგ კანკალით ხელებით ამოიღო თავისი ტელეფონი. გიორგი, მოახერხე. მაქვს მტკიცებულებები იმისა, რაც ხდება. უარესია, ვიდრე გვეგონა.
გიორგიმ აიღო ტელეფონი და დაიწყო ელენეს მიერ გადაღებული ფოტოების გადახედვა. ყოველი სურათით მისი გამომეტყველება უფრო პირქუში ხდებოდა. ეს არის დაუჯერებელი ჩაიბუტბუტა. თანხების მითვისება ქრთამები. ელენე ამას შეუძლია განადგურება ყველაფრის, რისთვისაც მამაჩემი მუშაობდა. ვიცი, უპასუხა ელენემ დაბალი ხმით. რას ვაპირებთ ახლა? გიორგი მაიხედა, მისი მზერა შეხვდა ელენეს. იმ მომენტში ორივემ გააცნობიერა, რომ უკვე აღარ იყო უკან დაბრუნება. ისინი სრულად იყვნენ ჩართულები რაღაც გაცილებით უფრო დიდსა და სახიფათოში, ვიდრე წარმოედგინათ. უნდა ვესაუბროთ ნინოს, თქვა გიორგიმ ბოლოს. მან თქვა, რომ მამაჩემი ენდობოდა. იქნებ შეძლოს დაგვეხმაროს გავიგოთ, რა ხდება ნამდვილად აქ. ელენემ თავი დაუქნია, მაგრამ სანამ უპასუხებდა, შენიშნეს ირაკლი ლომიძე, რომელიც მათკენ მოდიოდა, მისი გამომეტყველება ძლივს შეკავებული სიბრაზის ნიღაბი იყო. უნდა წავიდეთ, ჩაიჩურჩულა გიორგიმ სასწრაფოდ. ახლავე. ხელჩაკიდებული, გიორგი და ელენე გაიპარნენ დაბნეულ სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის გააცნობიერეს, რომ ყოველი ნაბიჯი უფრო ღრმად შეჰყავდათ საიდუმლოებაში, რომელიც ემუქრებოდა ყველაფრის შეცვლას. სანამ გარბოდნენ, გიორგიმ ვერ შეძლო არ ეფიქრა, როგორ შეიცვალა ყველაფერი ასე მცირე დროში. ის მოვიდა რეზორტში ფიქრით, რომ მისი უდიდესი გამოწვევა იქნებოდა ჩვეულებრივ თანამშრომლად მუშაობის სწავლა. ახლა აღმოჩნდა შეთქმულების შუაგულში, რომელიც ემუქრებოდა არა მხოლოდ მის მემკვიდრეობას, არამედ შესაძლოა მის სიცოცხლესაც და ელენესასაც. ღამე ჩამოწოლილიყო ლურჯი სამოთხის რეზორტზე, ფარავდა ადგილს სიბნელის საბურველში, რომელიც, როგორც ჩანდა, ასახავდა მზარდ დაძაბულობას, რომელიც ჰაერში იგრძნობოდა. გიორგი და ელენე ჯერ კიდევ შერყეულები დღის მოვლენებით ჰიმალებოდნენ პატარა ტექნიკური პერსონალის ქოხში რეზორტის საზღვრებზე, ცდილობდნენ გაიაზრებინათ ყველაფერი, რაც მოხდა და გადაეწყვიტათ მათი შემდეგი ნაბიჯი. ვერ ვიჯერებ, რომ ირაკლიმ ჩვენ აღმოგვაჩინა, ჩაიჩურჩულა ელენემ, მისი ხმა ჯერ კიდევ კანკალებდა ადრენალინისგან. როგორ ფიქრობ, ეჭვობს ვინ ხარ სინამდვილეში? გიორგიმ თავი გააქნია, ხელი გაიყარა თმაში იმედგაცრუების ჟესტით. არ მგონია. თუ იცოდა, რომ გიორგი ბერიძე ვარ, გაცილებით ადრე გააკეთებდა თავის სვლას. მაგრამ ახლა იცის, რომ ვიძიებთ და ეს საფრთხეში გვაგდებს. ელენემ თავი დაუქნია, კიდევ ერთხელ ამოიღო თავისი ტელეფონი, რომ გადაეხედა მამხილებელი დოკუმენტების ფოტოებისთვის. გიორგი, ეს სერიოზულია. ვსაუბრობთ მილიონობით ლარის მითვისებაზე, გაყალბებულ კონტრაქტებზე, შესაძლო კავშირებზე. ორგანიზებულ დანაშაულთან, მისი ხმა გატყდა ბოლო ნაწილში, იმის მასშტაბი, რაც აღმოაჩინეს, საბოლოოდ დაარტყა სრული ძალით. გიორგი მიუახლოვდა მას, ნუგეშინის მცემელი ხელი დაადო მხარზე. ვიცი, დამთრგუნველია. მაგრამ ახლა გვაქვს მტკიცებულებები. შეგვიძლია რაღაც ვიმოქმედოთ. მაგრამ რა? იკითხა ელენემ, მოყურებდა მას შიშისა და გადაწყვეტილების ნაზავით თვალებში. უბრალოდ ვერ მივალთ პოლიციაში. თუ ირაკლი ჩართულია, ვინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანია ჩართული. შეიძლება ჩვენ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებდეთ. გიორგი გაჩუმდა ერთი მომენტით, განიხილავდა თავის არჩევანს. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო. უნდა ვესაუბროთ ნინოს. მამაჩემი ენდობოდა მას და ახლა ის არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც მგონია, რომ შეგვიძლია ვენდოთ. ელენემ ნელა თავი დაუქნია. კარგი. მაგრამ როგორ მივაღწევთ მასთან ისე, რომ ირაკლი არ დაგვინახოს? სავარაუდოდ, მთელი უსაფრთხოების პერსონალი გვეძებს. მაქვს იდეა, თქვა გიორგიმ, მისი ძველი თავდაჯერებულობის ნაპერწ კალიბრ წკინავდა მის თვალებში. მაგრამ მოითხოვს, რომ სრულად ვენდოთ ერთმანეთს. მზად ხარ ჩემთან ერთად გარისკო, ელენე? ელენემ ჩახედა მას ერთხანს და გიორგიმ დაინახა შინაგანი ბრძოლა მის თვალებში. ბოლოს მან აიღო მისი ხელი და მაგრად ჩამოართვა. შენთან ვარ, გიორგი. ბოლომდე. გეგმით გონებაში, გიორგი და ელენე ფრთხილად გამოვიდნენ ტექნიკური პერსონალის ქოხიდან. ღამე ფარავდა მათ, მაგრამ ყოველი ჩრდილი თითქოს მალავდა პოტენციურ საფრთხეს. სწრაფად და ჩუმად გადაადგილდებოდნენ რეზორტის ბაღებში, თავს არიდებდნენ განათებულ ტერიტორიებსა და მთავარ გზებს. მიაღწიეს მთავარი შენობის უკანა მხარეს, სადაც იცოდნენ, რომ ნინოს ოფისი იყო. გიორგი მიუთითა ფანჯარაზე მეორე სართულზე. ეს მისი ოფისის ფანჯარა, ჩაიჩურჩულა. აუძვრები და შევეცდები შესვლას. შენ აქ დარჩი და უთვალ თვალე. თუ დაინახავ ვინმეს მოახლოებას, დაუსტვინე ტროპიკული ფრინველივით, კარგი?
ელენემ თავი დაუქნია, თუმცა შეშფოთება აშკარა იყო მის სახეზე. ფრთხილად იყავი, გიორგი. გიორგიმ დამამშვიდებელი ღიმილი აჩუქა, სანამ დაიწყებდა ცოცვას ვაზზე, რომელიც ფარავდა შენობის კედელს. ყოველი მოძრაობა იყო გათვლილი, გააცნობიერა, რომ ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება არა მხოლოდ გამოამჟღავნოს ისინი, არამედ საშიში ვარდნაც გამოიწვიოს. ბოლოს მიაღწია ნინოს ფანჯარას. მისი გასაკვირად და შვებისთვის ის ოდნავ ღია იყო. ფრთხილად გიორგი მეტად გააღო და შეძვრა ოფისში. ოთახი ბნელში იყო, განათებული მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქით, რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა. გიორგიმ ამოიღო თავისი ტელეფონი, რომ გამოეყენებინა როგორც ფანარი, ეძებდა ნინოს რაიმე ნიშანს. ნინო, დაუძახა დაბალი ხმით. აქ ხარ? უცებ ლამპა აინთო ოფისის კუთხეში, გამოაჩინა ნინო, რომელიც სავარძელში იჯდა, მშვიდი გამომეტყველებით სახეზე, რაც მკვეთრად კონტრასტული იყო სიტუაციასთან. გელოდებოდი, გიორგი, თქვა ნინომ, მისი ხმა მშვიდი, მაგრამ სევდის ნოტით. ვიცოდი, რომ საბოლოოდ აღმოაჩენდი სიმართლეს და მოხვიდოდი ჩემთან. გიორგი გაშეშდა, გაოცებული არა მხოლოდ ნინოს ყოფნით, არამედ მისი სიტყვებით. შენ იცოდი რა ხდებოდა რეზორტში? ნინომ ნელა თავი დაუქნია. დიახ, ვიცოდი. და არის ბევრად მეტი, რაც უნდა იცოდე. ის წამოდგა და მიუახლოვდა გიორგის, მისი თვალები სავსე იყო სიყვარულისა და სინანულის ნაზავით. მაგრამ პირველ რიგში უნდა მოვიყვანოთ ელენე აქ. არ არის უსაფრთხო, რომ მარტო იყოს გარეთ. გიორგი ჯერ კიდევ გაოგნებული ამ გამჟღავნებით, მექანიკურად დაეთანხმა და მიუახლოვდა ფანჯარას, რომ მიეცა სიგნალი ელენესთვის. რამდენიმე წუთში ისიც ოფისში იყო, დაბნეულად იყურებოდა გიორგისა და ნინოს შორის. დასხედით ორივენი, თქვა ნინომ, მიუთითა დივანზე. ბევრი რამ გვაქვს სასაუბრო და დრო ჩვენს მხარეს არ არის. გიორგი და ელენე დასხდნენ, მათი ხელები ინსტინქტურად პოულობდნენ ერთმანეთს, ეძებდნენ კომფორტს ერთმანეთის შეხებაში. ნინომ შეხედა მათ ერთხანს, სევდის გამომეტყველება გადაუარა სახეზე. რასაც ახლა მოისმენთ, შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით ლურჯი სამოთხისა და ვახტანგ ბერიძის შესახებ. მზად ხართ ამისთვის? გიორგიმ და ელენემ გაცვალეს მზერა, სანამ თავს დაუქნევდნენ. ნინომ ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო თავისი ამბავი. ლურჯი სამოთხე ყოველთვის არ ყოფილა ის ფუფუნებითი რეზორტი, რაც დღეს არის, დაიწყო ნინომ. ბევრი წლის წინ, როდესაც მამაშენმა შეიძინა, გიორგი ის ოდნავ მეტი იყო, ვიდრე დანგრეული მოტელი დავიწყებულ პლაჟზე. მაგრამ ვახტანგმა დაინახა პოტენციალი არა მხოლოდ წარმატებული ბიზნესისთვის, არამედ რაღაც მეტისთვისაც. ნინომ პაუზა გააკეთა, თითქოს ეძებდა შესაფერის სიტყვებს. მამაშენი იყო კაცი ხედვით, გიორგი. უნდოდა შეექმნა არა მხოლოდ რეზორტი, არამედ ნამდვილი სამოთხე, ადგილი, სადაც ხალხს შეეძლო გაქცეოდა თავის პრობლემებს და ეპოვა სიმშვიდე. მაგრამ ამის გასაკეთებლად სჭირდებოდა ფული. ბევრი ფული. გიორგი მიგრძნო, რომ გული აუჩქარდა. ჰქონდა შეგრძნება, რომ აპირებდა რაღაცის აღმოჩენას, რაც სამუდამოდ შეცვლიდა წარმოდგენას, რომელიც ჰქონდა მამის შესახებ. სწორედ მაშინ დადო ვახტანგმა გარიგება, განაგრძო ნინომ. გარიგება ძლიერ და საშიშ ადამიანებთან. ადამიანებთან, რომლებსაც შეეძლოთ უზრუნველყოთ ფული, რომელიც მას სჭირდებოდა, მაგრამ რომლებიც ასევე ითხოვდნენ რაღაცას სანაცვლოდ. რა ტიპის ადამიანები? იკითხა ელენემ, მისი ხმა ძლივს ჩურჩული. ნინომ შეხედა მას სერიოზული გამომეტყველებით. ისეთი ტიპის ადამიანები, რომელთა ვალშიც არ გინდა ყოფნა. დავარქვათ მათ. არაკონვენციური ინვესტორები. გიორგი მიგრძნო, რომ კუჭი აეცვა. ამბობ, რომ მამა ჩემმა ბიზნესი აკეთა. კრიმინალებთან. ნინომ ნელა თავი დაუქნია. მამა შენს ეგონა, რომ სწორს აკეთებდა გიორგი. ფიქრობდა, რომ შეეძლო გამოეყენებინა ეს ფული რაღაც ლამაზის შესაქმნელად, რაღაცის, რაც ბევრ ადამიანს სარგებელს მოუტანდა. და ბევრი თვალსაზრისით მოახერხა. ლურჯმა სამოთხემ სამსახური მისცა ასობით ადამიანს, განავითარა ადგილობრივი ეკონომიკა, მოუტანა სიხარული ათასობით ტურისტს. მაგრამ ფასი. ფულის მითვისება, გაყალბებული კონტრაქტები შეაწყვეტინა ელენემ. ყველაფერი ეს იყო ამ ინვესტორების გადასახდელად, არა? დიახ, დაადასტურა ნინომ. ვახტანგმა მოახერხა მყიფე ბალანსის შენარჩუნება წლების განმავლობაში. იყენებდა რეზორტის მოგების ნაწილს ინვესტორების გადასახდელად, დანარჩენს კი რეინვესტირებას უკეთებდა ადგილის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებრივი პროექტებისთვის.
მაგრამ ბოლო დროს რაღაცები უფრო რთული ხდებოდა. რას გულისხმობ? იკითხა გიორგიმ, ეშინოდა პასუხის. ნინომ ღრმად ამოისუნთქა. ინვესტორებს უფრო მეტი უნდოდათ. და ემუქრნენ, რომ ყველაფერს გაამჟღავნებდნენ, თუ ვახტანგი არ გაზრდიდა გადახდებს. მამა შენი უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იყო, გიორგი. მგონია, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყო მის გულის შეტევას. გიორგი უცებ წამოხდა, ვერ შეეკავებინა თავისი მღელვარება. ვერ ვიჯერებ. მამა ჩემი. როგორ შეეძლო ასეთი რამ გაეკეთებინა? როგორ შეეძლო საფრთხეში ჩაეგდო ყველაფერი, რისთვისაც იმუშავა? როგორ შეეძლო საფრთხეში ჩაეგდო ყველა ჩვენგანი? ელენე წამოდგა და ხელი დაადო მის მკლავს, ცდილობდა დაემშვიდებინა. გიორგი, მამა შენს ეგონა, რომ სწორს აკეთებდა. შესაძლოა არასწორი გზით, მაგრამ მისი განზრახვები. განზრახვებს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც კრიმინალებთან გაქვს საქმე, გაბრაზდა გიორგი, თუმცა მაშინვე ინანა თავისი ტონი, როდესაც დაინახა ტკენილი გამომეტყველება ელენეს სახეზე. ნინო მიუახლოვდა მათ მისი გამომეტყველება სერიოზული, გიორგი, მესმის შენი სიბრაზე და იმედგაცრუება. მაგრამ ახლა არ არის ამის დრო. ძალიან საშიშ სიტუაციაში ვართ. მამა შენი სიკვდილით ინვესტორები მოუთმენლად არიან. ირაკლი ცდილობდა მათ შეკავებას, მაგრამ მიაღწია თავის ზღვარს. მოიცა, თქვა ელენემ, მისი თვალები გაიხსნა გაგებით. ირაკლი ცდილობს რეზორტის დაცვას. ნინომ თავი დაუქნია. თავისი გზით, დიახ. არ ვეთანხმები მის მეთოდებს, მაგრამ აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო, რომ შეენარჩუნებინა ბალანსი, რომელიც მამა შენმა დაამყარა, გიორგი. თუმცა ახლა, როდესაც თქვენ აღმოაჩინეთ სიმართლე, რაღაცები კიდევ უფრო გართულდა. გიორგიმ ხელი გადაისვა სახეზე, ცდილობდა გაიაზრებინა ეს ინფორმაცია. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? არ შეგვიძლია უბრალოდ უგულებელყოთ ეს ყველაფერი. ნინომ შეხედა ორივეს გადაწყვეტილების გამომეტყველებით. არა, არ შეგვიძლია უგულებელყოთ. მაგრამ ვერც მარტო დავუპირისპირდებით. დახმარება გვჭირდება, გიორგი. და მგონი, ვიცი, სად შეგვიძლია მისი პოვნა. სად? იკითხეს გიორგიმ და ელენემ ერთდროულად. ნინო მიუახლოვდა თავის მაგიდას და ამოიღო დალუქული კონვერტი ზედა უჯრიდან. მამა შენმა ეს შენთვის დატოვა, გიორგი. თქვა, რომ მხოლოდ უნდა მომეცა შენთვის, თუ ოდესმე აღმოაჩენდი სიმართლეს ლურჯი სამოთხის შესახებ. კანკალით ხელებით გიორგიმ აიღო კონვერტი. ნელა გახსნა, ამოიღო ხელით დაწერილი წერილი. კითხვისას მისი გამომეტყველება შეიცვალა დაბნეულობიდან გაოცებამდე და საბოლოოდ მტკიცე გადაწყვეტილებამდე. რას ამბობს? იკითხა ელენემ რბილად. გიორგიმ აიხედა წერილიდან, მისი თვალები ბრწყინავდა ახალი გადაწყვეტილებით. მამა ჩემს ჰქონდა საგანგებო გეგმა. გზა, რომ სამუდამოდ გათავისუფლებულიყო ინვესტორებისგან. მაგრამ სჭირდებოდა, რომ მე ვყოფილიყავი მზად მის განსახორციელებლად. და ხარ? იკითხა ნინომ მისი ხმასავსე იმედითა და შეშფოთებით თანაბრად. გიორგიმ შეხედა ელენეს, შემდეგ ნინოს და ბოლოს კვლავ წერილს თავის ხელებში. არ ვიცი, აღიარა. მაგრამ ვიცი, რომ ვერ ვიქნები გულგრილი ამის მიმართ. ლურჯი სამოთხე მხოლოდ რეზორტზე მეტია. ეს არის მამა ჩემის მემკვიდრეობა, ეს არის ასობით ადამიანის საარსებო წყარო. ვერ დაუშვებ, რომ კრიმინალების ხელში მოხვდეს. ელენემ აიღო მისი ხელი, გადააჯდო თავისი თითები მისას. არ ხარ მარტო ამაში, გიორგი. შენთან ვარ, რაც არ უნდა მოხდეს. ნინომ თავი დაუქნია, პატარა ღიმილი გაჩნდა მის ტუჩებზე. და მეც. მამა შენმა მენდო, რომ დაგეხმარებოდი და ზუსტად ამას ვაპირებ. გიორგი მიგრძნო მადლიერების ტალღა ამ ორი ქალის მიმართ, რომლებიც მზად იყვნენ ყველაფერი გაერისკათ მისთვის და ლურჯი სამოთხისთვის. იცოდა, რომ წინ მდებარე გზა იქნებოდა სახიფათო და სავსე გამოწვევებით, მაგრამ პირველად მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს სიგიჟე, იგრძნო იმედის ნაპერწკალი. კარგი, თქვა ბოლოს. გავაკეთოთ ეს. გადავარჩინოთ ლურჯი სამოთხე და პატივი ვცეთ მამა ჩემის ნამდვილ მემკვიდრეობას. სანამ განთიადის პირველი სხივები გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე, სუსტად განათებდა ნინოს ოფისს, სამა დაიწყო თავიანთი შემდეგი ნაბიჯის დაგეგმვა. იცოდნენ, რომ უპირისპირდებოდნენ ძლიერ და საშიშ მტრებს, მაგრამ ასევე იცოდნენ, რომ ჰქონდათ რაღაც, რაც მათ მოწინააღმდეგეებს არ ჰქონდათ, სიმართლე და გადაწყვეტილება, გაეკეთებინათ სწორი რამ. ლურჯი სამოთხე აპირებდა თავისი უდიდესი ქარიშხლის გამკლავებას და გიორგი, ელენე და ნინო იყვნენ მის ცენტრში.
მაგრამ ერთად შესაძლოა შეძლებდნენ არა მხოლოდ ქარიშხლის გადარჩენას, არამედ მეორე მხარეს უფრო ძლიერად გამოსვლას. ნამდვილი გამოცდა მხოლოდ იწყებოდა და ლურჯი 64-ის ბედი ბეწვზე ეკიდა. მზის პირველი სხივები იჭრებოდა ნინოს ოფისის ფარდებში, ანათებდა დაღლილ, მაგრამ გადაწყვეტილ სახეებს გიორგის, ელენესა და ნინოსი. მათ მთელი ღამე დაგეგმვაში, განხილვასა და მომზადებაში გაატარეს იმისთვის, რაც მოსალოდნელი იყო. ვახტანგ ბერიძის საგანგებო გეგმა იყო თამამი და სარისკო, მაგრამ ეს იყო მათი საუკეთესო იმედი ლურჯი 64-ის გადასარჩენად. კიდევ ერთხელ გავიაროთ გეგმა, თქვა გიორგიმ, მისი ხმა დაღლილი, მაგრამ მტკიცე. ელენე, შენ დააგროვებ და მოაწესრიგებ ყველა მტკიცებულებას, რაც გვაქვს უკანონო საქმიანობის შესახებ. ნინო, შენ კოორდინირებას გაუწევ სანდო თანამშრომლებს, რომ დარწმუნდე, რომ რეზორტი ნორმალურად აგრძელებს ფუნქციონირებას, სანამ ჩვენს გეგმას ვახორციელებთ. ორივე ქალმა თავი დაუქნია, მათი გამომეტყველება ნერვიულობისა და გადაწყვეტილების ნაზავი იყო. და შენ, გიორგი, იკითხა ელენემ, შეშფოთება აშკარა იყო მის ხმაში. გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა, სანამ უპასუხებდა. მე დავუპირისპირდები ირაკლისა და ინვესტორებს. დროა იცოდნენ, ვინ ვარ ნამდვილად და რას ვაპირებ. ნინომ ხელი დაადო გიორგის მხარზე. სახიფათოა გიორგი. ეს კაცები არაფრის წინაშე არ შეჩერდებიან, რომ დაიცვან თავიანთი ინტერესები. ვიცი, უპასუხა გიორგიმ, მისი მზერა მიპყრობილი მამამისის წერილზე. მაგრამ მამას სჯეროდა, რომ შემეძლო ამის გაკეთება და მეც მჯერა. გარდა ამისა, მაქვს რაღაც, რასაც ისინი არ ელიან. რა არის? იკითხეს ელენემ და ნინომ ერთხმად. გიორგიმ გაიღიმა, მისი ძველი თავდაჯერებულობის ნაპერწკალი ბრწყინავდა მის თვალებში. სიმართლე და გადაწყვეტილება გავაკეთო სწორი რამ, მიუხედავად ფასისა. უკანასკნელი მზერის გაცვლით სამეული დაიშალა, რომ განახორციელონ თავიანთი გეგმა. ელენე გაემართა ბუღალტერიის ოფისისკენ, ისარგებლა ხანძრის ცრუ განგაშით დარჩენილი ქაოსით, რომ მიეღო წვდომა მეტ დოკუმენტზე ეჩვების აღძვრის გარეშე. ნინომ დაიწყო რეზორტში მოძრაობა, ჩუმად ესაუბრებოდა საკვანძო თანამშრომლებს, ამზადებდა მათ იმისთვის, რაც მოსალოდნელი იყო, ზედმეტად ბევრის გამჟღავნების გარეშე. გიორგი, თავის მხრივ, პირდაპირ გაემართა საპრეზიდენტო აპარტამენტისკენ. იცოდა, რომ ირაკლი იქ იქნებოდა, სავარაუდოდ ცდილობდა ინვესტორების დამშვიდებას წინა დღის მოვლენების შემდეგ. დრო იყო, პირისპირებოდა სიმართლეს. სანამ რეზორტის ფუფუნებით მორთულ დერეფნებში მიდიოდა, გიორგის ეჩვენებოდა, თითქოს ყველაფერს პირველად ხედავდა. ყოველი დეტალი, ფუფუნებითი ხალიჩებიდან დაწყებული, ელეგანტური ჭაღებით დამთავრებული, ახსენებდა მამამისის ოცნებას. ოცნება, რომელიც კორუმპირებული იყო სიხარბითა და შიშით, მაგრამ ოცნება, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლებოდა გადარჩენილიყო. საპრეზიდენტო აპარტამენტის კართან მისვლისას, გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა და მტკიცედ დააკაკუნა. ერთი მომენტით, მხოლოდ სიჩუმე იყო. შემდეგ, კარი გაიღო და გამოჩნდა თვალსაჩინოდ გაოცებული ირაკლი ლომიძე. გელა, რა ჯანდაბას აკეთებ აქ? დაიჭყანა ირაკლიმ, მისი სახე გაღიზიანებისა და დაბნეულობის ნიღაბი იყო. გიორგიმ პირდაპირ შეხედა თვალებში, სრულად დაარღვია ტექნიკური პერსონალის თანამშრომლის ფასადი. გონი დრო აქ გქონდეს საუბარი, ირაკლი. ძალიან სერიოზული საუბარი. სანამ ირაკლი უპასუხებდა, ხმამ აპარტამენტიდან მიიპყრო მისი ყურადღება. ვინ არის ლომიძე? არ გვაქვს დრო შეწყვეტინებებისთვის. გიორგი მიცნო ეს ხმა. ეს იყო ძვირადღირებული კოსტიუმის კაცი, რომელიც ნახა ირაკლისთან საუბრისას დღეების წინ. მოწვევის დალოდების გარეშე, გიორგიმ გვერდზე გასწია ირაკლი და შევიდა აპარტამენტში. კოსტიუმის კაცი იჯდა ტყავის სავარძელში, გარშემორტყმული სხვაური შემაშინებელი გარეგნობის კაცით. ყველანი შემოbrunდნენ, რომ შეეხედათ გიორგისთვის გაოცებისა და უკმაყოფილების ნაზავით. ბატონებო, თქვა გიორგიმ, მისი ხმა მტკიცე და ნათელი. ნება მომეცით, სათანადოდ წარმოვდგე. ჩემი სახელია გიორგი ბერიძე, ვახტანგ ბერიძის შვილი და ლურჯი 64-ის რეზორტის კანონიერი მემკვიდრე. სიჩუმე, რომელიც მოხვა ამ განცხადებას, ყრუმაყურებელი იყო. ირაკლი, როგორც ჩანდა, დაკარგა ლაპარაკის უნარი, მაშინ როცა სხვა კაცები ცვლიდნენ გაოცებისა და მზარდი სიბრაზის მზერებს. კოსტიუმიანი კაცი იყო პირველი, ვინც გონს მოეგო. ის ნელა წამოდგა, მისი გამომეტყველება შეიცვალა გაოცებიდან ცივდა გამოთვლილ ღიმილზე. აჰა. ახალგაზრდა ბერიძე პირადად. უნდა ვთქვა, რომ ეს სიურპრიზია. და არა განსაკუთრებით სასიამოვნო. გიორგიმ შეინარჩუნა მტკიცე პოზიცია.
ვიცი ვინ ხართ თქვენ და რას აკეთებთ ჩემს რეზორტთან. და მოვედი რომ გითხრათ რომ დამთავრდა. ხაოიანმა სიცილმა აავსო ოთახი. დამთავრდა. ბიჭო, წარმოდგენა არ გაქვს ვისთან გაქვს საქმე. ეს რეზორტი ბევრად მეტია ვიდრე გგონია და ჰყავს ბევრად უფრო ძლიერი მფლობელები ვიდრე შენ. ცდები, უპასუხა გიორგიმ, ამოიღო კონვერტი ჯიბიდან. მაქვს მტკიცებულებები თქვენი ყველა უკანონო საქმიანობის. ყოველი ტრანზაქცია, ყოველი ქრთამი, ყოველი მუქარა. და თუ რამე დამემართა ეს მტკიცებულებები პირდაპირ მივა ხელისუფლებასა და მედიასთან. კოსტიუმიანი კაცის სახე ჩაბნელდა. ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობ, ბიჭო. ეს არ არის თამაში, უპასუხა გიორგიმ. ეს არის ჩემი მემკვიდრეობა და მამა ჩემის. და მზად ვარ ვიბრძოლო მისთვის. სწორედ იმ მომენტში აპარტამენტის კარი უცებ გაიღო. ელენე და ნინო შემოვიდნენ, მათ უკან პოლიციის ოფიცრების ჯგუფი. ხელისუფლება უკვე აქ არის, განაცხადა ელენემ, მისი ხმა ოდნავ კანკალებდა, მაგრამ მისი თვალები ბრწყინავდა გადაწყვეტილებით. და მათ აქვთ ყველა მტკიცებულება, რაც სჭირდებათ. ქაოსი დაიწყო აპარტამენტში. კაცები შეეცადნენ გაქცევას, მაგრამ სწრაფად დააკავეს ოფიცრებმა. ირაკლი, ფერმკრთალი და კანკალით, ხელბორკილები დაადეს წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. არეულობის შუაგულში გიორგი მიუახლოვდა ელენესა და ნინოს. მოვახერხეთ, თქვა მან, ურწმუნოება და შვება თვალსაჩინო იყო მის ხმაში. ელენე მაგრად ჩაეხუტა. შენ შეძელი, გიორგი. გადაარჩინე ლურჯი სამოთხე. ნინომ ცრემლებით თვალებში ხელი დაადო გიორგის მხარზე. მამა შენი ძალიან იამაყებდა შენით. სანამ ოფიცრები გაიყვანდნენ დაკავებულებს, გიორგიმ აპარტამენტის ფანჯრიდან გახედა. მზე სრულად ამოსულიყო რეზორტს ოქროსფერ სინათლეში ბანავდა. თითქოს თვით ლურჯი სამოთხეზე იმობდა თავის გათავისუფლებას. მომდევნო დღეები და კვირები იყო საქმიანობის ქარიშხალი. ამბავი იმის შესახებ, რაც მოხდა ლურჯ სამოთხეში, სწრაფად გავრცელდა, გამოიწვია მღელვარება ტურისტულ ინდუსტრიაში და მის მიღმაც. გიორგი დაუღალავად მუშაობდა რეზორტის რეპუტაციის აღსადგენად, ნერგავდა გამჭვირვალობისა და ბიზნეს ეთიკის ახალ პოლიტიკას. ელენე, მოხიბლული მისი სიმამაცითა და გადაწყვეტილებით კრიზისის დროს, მიიღო გიორგის შეთავაზება, გამხდარიყო რეზორტის ახალი მთავარი ბუღალტერი. ერთად ისინი ქმნიდნენ ფორმიდაბელურ გუნდს, აერთიანებდნენ გიორგის ხედვას ელენეს მახვილ ფინანსურ გრძნობასთან. ნინო დარჩა საკვანძო ფიგურა რეზორტის ადმინისტრაციაში, მისი გამოცდილება და ერთგულება უფრო ფასეული იყო ვიდრე ოდესმე. მისი ხელმძღვანელობით ლურჯი სამოთხის პერსონალი გაერთიანდა, როგორც არასდროს ერთად მუშაობდნენ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. დრამატული მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგ გიორგიმ მოაწყო დიდი ზეიმი რეზორტში. თანამშრომლების სტუმრები და ადგილობრივი თემის წევრები შეიკრიბნენ იმისთვის, რასაც გიორგიმ უწოდა ლურჯი სამოთხის აღორძინება. დგას პატარა სცენაზე პლაჟის წინ, ელენესა და ნინოსთან ერთად გვერდით, გიორგი მიმართავდა ბრბოს. სულ რაღაც 6 თვის წინ მოვედი ამ რეზორტში როგორც დგელა, უბრალო ტექნიკური პერსონალის თანამშრომელი. მეგონა რომ მოვდიოდი ბიზნესის შესასწავლად, მაგრამ სინამდვილეში მოვედი ცხოვრების, პატიოსნებისა და მემკვიდრეობის ნამდვილი მნიშვნელობის შესასწავლად. მან პაუზა გააკეთა, მისი მზერა გადაავლო ყურადღებიან სახეებს აუდიტორიაში. ლურჯი სამოთხე ყოველთვის იყო უბრალო ბიზნესზე მეტი მამა ჩემისთვის. ეს იყო ოცნება, ხედვა იმისა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ადგილი, სადაც ხალხს შეეძლო ეპოვა არა მხოლოდ დასვენება და გართობა, არამედ იმედი და შესაძლებლობებიც. დღეს ჩვენ ვიბრუნებთ ამ ოცნებას. გიორგიმ აიღო ელენეს ხელი, გადააჯდო თავისი თითები მისას. ისეთი საოცარი ადამიანების დახმარებით, როგორებიც არიან ელენე, ნინო და თითოეული თქვენგანი, ჩვენ ვაშენებთ ახალ ლურჯ სამოთხეს. ადგილს დაფუძნებულს პატიოსნებაზე, კეთილსინდისიერებასა და ურთიერთზრუნვაზე. ნამდვილ სამოთხეს არა მხოლოდ ჩვენი სტუმრებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ამ ადგილს თავის სახლს უწოდებს. ბრბო აფეთქდა აპლოდისმენტებითა და შეძახილებით. გიორგიმ შეხედა ელენეს, დაინახა მის თვალებში იგივე სიყვარული და გადაწყვეტილება, რასაც გრძნობდა თავის გულში. მიყვარხარ, ჩაუჩურჩულა, საკმარისად დაბლა, რომ მხოლოდ მას გაეგონა. ელენემ გაიღიმა, მისი თვალები ბრწყინავდა ბედნიერების ცრემლებით. მეც მიყვარხარ, უპასუხა. სანამ მზე ჩადიოდა ლურჯ სამოთხეზე, ღებავდა ცას ოქროსა და ვარდისფერი ტონებით, გიორგი მიგრძნო ღრმა სიმშვიდისა და მიზნის გრძნობა. იცოდა, რომ წინ მდებარე გზა არ იქნებოდა ადვილი, მაგრამ ასევე იცოდა, რომ არ იქნებოდა მარტო.
ელენეს გვერდით, ნინოს მხარდაჭერით და მისი გუნდის ერთგულებით, გიორგი მზად იყო ნებისმიერი გამოწვევისთვის, რომელიც მომავალს შეეძლო მოეტანა. ლურჯმა სამოთხემ არა მხოლოდ გადაურჩა თავის უდიდეს ქარიშხალს, არამედ გამოვიდა უფრო ძლიერი და ბრწყინვალე, ვიდრე ოდესმე. და ასე, სანამ ვარსკვლავები იწყებდნენ გამოჩენას ღამის ცაზე, ახალი ერა იწყებოდა ლურჯის სამოთხისთვის. ერა პატიოსნების, სიყვარულისა და ნამდვილი ბედნიერების. ვახტანგ ბერიძის ოცნება ცოცხლობდა, უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე, მისი შვილის ხელებში და ყველა იმ ადამიანის გულში, ვინც ლურჯ სამოთხეს თავის სახლს უწოდებდა.